მთელი ისტორიის განმავლობაში მრავალი სამეფო ოჯახი ახლო ნათესავებში ქორწინდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ან გასაფართოებლად, მაგრამ არც ერთი ისე, როგორც სამარცხვინო ცნობილი ჰაბსბურგების დინასტია. ამან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ახლო ნათესაური ქალთა ხაზი წარმოშვა, რომლის კულმინაციაც იყო ავსტრიის მარია ანტონია, ისტორიაში ყველაზე ახლო ნათესავებში დაბადებული პრინცესა. სუსტი, ხანმოკლე და თავისი ხაზის უკანასკნელი, მისი ისტორია ასწეულების განმავლობაში ნათესავებში ქორწინების კულმინაციაა. მისი დეფორმირებული ბიძის, მეფე ჩარლზ მეორესთან ერთად, იგი ესპანეთის ჰაბსბურგთა დინასტიის ტრაგიკული დასასრულის ნიშანი გახდა. მაგრამ იმის გასაგებად, თუ როგორ დაინგრა ევროპის ყველაზე ძლიერი ოჯახი, უნდა დავბრუნდეთ ჰაბსბურგების ისტორიის ჩახლართულ ქსელში. ძლიერი ჰაბსბურგთა დინასტია შუა საუკუნეებში შვეიცარიისა და ავსტრიის კლდოვან საზღვარზე დაიწყო. წლების განმავლობაში ჰაბსბურგებმა ევროპის დიდი ნაწილი დაიპყრეს, მაგრამ ეს ძირითადად სისხლიანი ომებით არ მომხდარა. არა, მათ სრულყოფილად აითვისეს ქორწინების ხელოვნება, როგორც ძალაუფლების წყარო და შექმნეს ალიანსები, რომლებმაც მათ უზარმაზარ იმპერიების ხელში ჩაგდება შესაძლებელი გახადეს. 15 საუკუნის ბოლოსთვის მათ ესპანეთის ტახტი მემკვიდრეობით მიიღეს და ევროპის დაუძლებელ ძალად იქცნენ, ოჯახად, რომლის ძალაუფლებას საზღვარი არ ჰქონდა. 1546 წელს ეს უზარმაზარი იმპერია ჩარლზ მეხუთემ თავის ოჯახში ორ შტოდ გაყო, თავის ძმას ფერდინანდს და შვილს ფილიპეს შორის. შეიქმნა ორი სამეფო ძალაუფლების ცენტრი, ავსტრიის ჰაბსბურგები, რომლებიც ცენტრალურ ევროპას მართავდნენ, და ესპანეთის ჰაბსბურგები, რომელთაც იმპერია მართავდათ მადრიდიდან ამერიკებამდე. მაგრამ მათი სტრატეგია, რომ ძალაუფლება ოჯახში შეენარჩუნებინათ, ფასად დაუჯდათ. ისინი კვლავ ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ. ეს დამახინჯებული ტრადიცია მტკივნეულ გენეტიკურ შედეგებამდე მიიყვანდა, რაც დინასტიას შიგნიდან დაასუსტებდა. არსებობს უამრავი ისტორიული ფიგურა, რომლითაც შეგვიძლია დავიწყოთ და ნათესავთა შორის ქორწინება საუკუნეებს ითვლის. მაგრამ ჩვენი ისტორია იწყება ავსტრიის მარგარიტათი ესპანეთის დედოფალით. რადგან მის შემდეგ ქორწინებები კიდევ უფრო ახლო ნათესავებს შორის ხდებოდა, გენეტიკა სუსტდებოდა და დათემა სულ უფრო გარდაუვალი ხდებოდა. ავსტრიის მარგარიტა დაიბადა 1584 წლის შობის დღეს, გრაცის ქალაქში, შტირიის საჰერცოგოში, რომელიც დღეს სამხრეთ ავსტრიაში მდებარეობს. მისი მამა იყო ავსტრიის არქიედუკი კარლი მეორე, ხოლო დედა ბავარიის მარია ანა. როგორც ბევრი ევროპელი სამეფო ოჯახის შემთხვევაში, მათი სისხლის ხაზი გადაჯაჭვული იყო თაობების ბიძაშვილებთან ქორწინებებით, მაგრამ ეს კავშირი კიდევ უფრო შორს წავიდა. ისინი ბიძა და დიშვილი იყვნენ. და მაინც, ასეთი ახლო ნათესაობის მიუხედავად, მათი 15 შვილიდან 12 სრულწლოვანებამდე მიაღწია. მარგარეტი, მერვე შვილი, დაიბადა გადატვირთულ და ამბიციურ ოჯახში, სადაც უფროსი და ძმები უკვე დიდებისთვის ემზადებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტი ოჯახის ავსტრიული შტოდან იყო, ის ჰაბსბურგების შტირიის განშტოებას ეკუთვნოდა, რომელიც უფროს ხაზს არ წარმოადგენდა. უფრო ძლიერი ჰაბსბურგების ხაზი ავსტრიას არქიდუკების სახით მართავდა და ვენიდან, მათი სიმაგრიდან ბატონობდა. ამ უფროსი ხაზის მეთაური იმ დროს რუდოლფი მეორე იყო, ექსცენტრიული და უცნაური ადამიანი, რომელსაც ჰაბსბურგების სამფლობელოების მართვაზე მეტად ვენაში, თავის კარზე ექსპერიმენტული ხელოვანებისა და ჯადოქრების დასაქმება აინტერესებდა. თუმცა მისი ოჯახის ხაზი იკლებდა, ხოლო მარგარიტას შტოს საშიში პოტენციალი ჰქონდა. ასე რომ ერთ დღეს მათ შეეძლოთ თავიანთ ბიძაშვილებს აჯობებდნენ და ვენაში ძალაუფლება დაეპყროთ. ეს შესაძლებლობა ახალგაზრდა მარგარიტას, მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული უმცროსი ხაზიდან მოდიოდა, ჰაბსბურგების ძალაუფლების პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე გადამწყვეტ ფიგურად აქცევდა, როგორც ამას მალე ვნახავთ. მარგარიტა გაიზარდა ჰაბსბურგების უმცროსი შტოს კარზე გრაცში, სადაც ისწავლა ლათინურად საუბარი და კითხვა. ეს იყო სწავლებისა და კათოლიკური ღვთისმსახურების ენა ადრეული ახალი დროის ევროპაში. ახალგაზრდა სასახლის ქალებისგან მოითხოვებოდა ეტიკეტის, მოდის, ცეკვისა და ხშირად მუსიკის სრულყოფილად ცოდნა. ბევრი მათგანი, მათ შორის მარგარიტაც, ასევე წერდა წერილებს პოლონურად, გერმანულად, ლათინურად, იტალიურად ან ინგლისურად, დეკორატიული კალიგრაფიული ხელწერით. ასე გაატარა მარგარიტამ თავისი ახალგაზრდობა. ის ასევე კარგადაც ცნობიერებდა თავისი დროის პოლიტიკურ ვითარებას. ჰაბსბურგები მართავდნენ წმინდა რომის იმპერიას, რომელიც შედგებოდა ასობით პატარა სამთავროსა და თავისუფალი ქალაქისგან, რომლებიც მხოლოდ სუსტად იყვნენ დაკავშირებულნი ერთიანობაში წმინდა რომის იმპერატორისადმი ერთგულებით, რომელიც როგორც წესი, ავსტრიის ჰაბსბურგების უხუცესი წევრი იყო.
საუკუნეების განმავლობაში წმინდა რომის იმპერია ინარჩუნებდა ერთიანობის მყიფე ილუზიას. მაგრამ ეს ილუზია დაიმსხვრა 1517 წელს, როდესაც პროტესტანტულმა რეფორმაციამ რელიგიური აჯანყების ქარიშხალი გააჩინა. როდესაც ლუთერანული და კალვინისტური სახელმწიფოები გამოიყვნენ, საუკუნეების იმპერიული წესრიგი გრევას დაექვემდებარა. მარგარეტი ამ ქაოსში დაიბადა, დაძაბულობის ზრდის, გაღრმავებული დაყოფისა და დაშლილ იმპერიის ეპოქაში, რომელიც ნგრევის ზღვარზე იდგა და მალე მისი საკუთარი ცხოვრებაც ამ ქარიშხალში ჩაითრეოდა. როდესაც მარგარეტი ძალიან პატარა იყო, მის შესაძლო ქორწინებაზე დაიწყეს ფიქრი. ადრეული ახალი დროის ევროპაში მოზარდობის ცნება საერთოდ არ არსებობდა. ბავშვობიდან მოზრდიობაში გადადიოდი მაშინვე, როგორც კი სქესობრივი მომწიფება იწყებოდა, ჩვეულებრივ, ეს დაახლოებით 13 ან 14 წლის ასაკში ხდებოდა და ეს ფართოდ ითვლებოდა უდანაშაულობასა და პასუხისგებლობას შორის გამყოფ ხაზად. ამიტომ სამეფო ოჯახის ქალიშვილის ამ ასაკში დიპლომატიური მიზნებისთვის გათხოვება სრულიად ნორმალურად ითვლებოდა. რა თქმა უნდა, სამეფო ქალებისთვის ქორწინება იშვიათად იყო სიყვარულზე დაფუძნებული და თუ ჰაბსბურგი ხარ, თითქმის ყოველთვის ნათესავზე ქორწინდებოდი. მათთვის ნათესავებთან ქორწინება ტაბუ არ იყო, ეს სტრატეგია იყო. ავსტრიისა და ესპანეთის შტოების გაერთიანება სარისკო არ იყო, ეს მართებული საქმე იყო. მათ ჯეროდათ, რომ ძალაუფლება ყველაზე უსაფრთხო მაშინ იყო, როცა მას ერთი რამ აერთიანებდა, საკუთარი სისხლი. მარგარეტას შემთხვევაში, ჩვეულებრივ, მას შეიძლება რომელიმე ნაკლებად მნიშვნელოვან არისტოკრატზე დაეკორწინებინა. თუმცა მისი ბიძაშვილი, იმპერატორი რუდოლფ მეორე, არასდროს დაქორწინებულა, მიუხედავად წლების განმავლობაში გამართული ქორწინების მოლაპარაკებებისა და სავარაუდოდ მისი ძმა მათია შეცვლიდა, რომელიც ასევე უშვილო იყო. ამიტომ რეალობა იყო ის, რომ ჰაბსბურგების სახლის უფრო უმცროსი სტირიული შტო დიდი ალბათობით ერთ დღეს ვენაში მმართველ შტოდ გადაიქცეოდა, ხოლო მარგარეტას ძმა ფერდინანდი შესაძლოა წმინდა რომის იმპერატორი გამხდარიყო. ამ მიზეზით მარგარეტას ქორწინება ევროპის ძალთა პოლიტიკაში მნიშვნელოვანი დიპლომატიური იარაღი გახდა. ამგვარად, 1599 წლის დასაწყისში მარგარეტა ესპანეთში დიდი ცერემონიითა და მოლოდინით ჩავიდა, რათა დინასტიის ესპანური შტოს წარმომადგენელ თავის ბიძაშვილს გაჰყოლოდა ცოლად. ეს ქორწინება იმ დროის სტანდარტებით სკანდალი არ ყოფილა, თუმცა მაინც გამორჩეული იყო. ფილიპე მესამეს, რომელიც ახლახან იყო 20-იანი წლების დასაწყისში და უკვე მეფობის სიმძიმე აწვა, ცოლად შეირთო მხოლოდ 14 წლის გოგონა. ამ ქორწინებით მარგარეტა მხოლოდ ესპანეთის დედოფალი არ გამხდარა. ის გახდა გლობალური იმპერიის ცერემონიული იმპერატრიცა. 1599 წლისთვის ესპანეთის გვირგვინმა შთანთქა პორტუგალია და მისი საზღვარგარეთის სიმდიდრეები მართავდა ამერიკის, კარიბის, აფრიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის უზარმაზარ ტერიტორიებს. ასე რომ, როდესაც 14 წლის მარგარეტა 1599 წლის აპრილში ფილიპე მესამეზე დაქორწინდა, მან ერთი ცერემონიით შეიძლება ითქვას, დედამიწაზე ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა. მაგრამ სასახლეების და ცერემონიების ბრწყინვალე ფასადის მიღმა რა ელოდა მას? გავლენის მქონე ცხოვრება თუ მარტოობისა და მოვალეობის? ფილიპე მესამე ქაღალდზე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კაცად ითვლებოდა. მან ახლახან მიიღო ესპანეთისა და პორტუგალიის გლიის გვილგვინები თავისი ძლიერი მამისგან, ფილიპე მეორისგან, კაცრი და შეუბრალებელი მმართველისგან, რომელმაც აწლეულები გაატარა ევროპაში ომებში პროტესტანტიზმის ჩასახშობად და კათოლიკური დომინირების აღსადგენად. თუმცა ამ ყველაფრით მან უკან დატოვა გახლეჩილი და გაკოტრებული სამეფო. სწორედ ასეთ არამყარ მემკვიდრეობაში მოვიდა 14 წლის მარგარიტა, მაგრამ ამავე დროს ეჭუგარეშია, რომ მას გავლენა ჰქონდა. მისი ქმარი, მამამისისგან განსხვავებით, გადაუწყვეტელი და ადვილად ექცეოდა სხვის გავლენის ქვეშ იყო და მარგარიტამ სწრაფად დაიწყო ჩუმი, მაგრამ მზარდი გავლენის მოხდენა. მისი მისია ნათელი იყო. ესპანეთის საგარეო პოლიტიკა ავსტრიელი ნათესავების ინტერესებისკენ მიემართა. მარგარიტასთვის საბედნიეროდ, მისი ქორწინება ფილიპესთან ახლო და სითფოთისავსე იყო და მალე მათ შვილებით შეეძინათ. სინამდვილეში იშვიათად იყო დრო, როცა მისი ცხოვრების დარჩენილ პერიოდში ორსული არ ყოფილიყო. მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამეფო საგვარეულო არ იყო. მარგარეტიც და მისი ქმარი ფილიპე მესამეც ბიძადიშვილის ქორწინებიდან იყვნენ დაბადებულნი, რაც მათ ევროპის სამეფო ისტორიაში ყველაზე მეტად ახლო ნათესაური ქორწინების შედეგად შობილ პირებს შორის აყენებდა.
მათი გენი ძალიან მჭიდროდ იყო გადახლართული, ხოლო საგვარეულო ხე უფრო წრეს გავდა ვიდრე ტოტს. მათი ყოველი შვილი საუკუნეების განმავლობაში დახურული სისხლის ხაზების შედეგი იყო და თითოეული ორსულობა დინასტიის იმედთან ერთად გენეტიკური კოლაფსის რისკსაც ატარებდა. ამ სირთულეების მიუხედავად, მარგარეტმა მინიმუმ 8 ჯერ იმშობიარა და გასაოცარია, რომ მისი 5 შვილი სრულწლოვანებამდე მიაღწია. წყვილისთვის, რომელთაც ასე საშიშად გადაჯაჭვული დენემა ჰქონდათ, ასეთი შედეგი ნამდვილი სასწაული იყო. თუმცა ამ გადარჩენილ შვილებსაც კი თავიანთი სისხლის ხაზის ტვირთი ჰქონდათ და გენეტიკური შედეგები კიდევ უფრო აშკარა გახდა შემდეგ თაობაში. 1601 წლის 22 სექტემბერს მარგარეტმა და ფილიპემ პირველი შვილი გააჩინეს. ქალიშვილი, სახელად ანა მარია მაურიცია. დედამისის მსგავსად, ანა მარია პატარა ასაკში გაათხოვეს. 10 წლის ასაკში საფრანგეთის მეფე ლუი მე-13-ზე დანიშნეს, ხოლო 1615 წელს 14 წლის ასაკში დაქორწინდნენ. ანა მარიას ერთი მკვდრად ჩობილი შვილი და შემდეგ 4 მუცლის მოშლა ჰქონდა, სანამ 2 ჯანმრთელ ვაჟს გააჩენდა. მათ შორის საფრანგეთის ლუი მე-14-ს, ევროპის ყველაზე ძლიერ აბსოლუტისტ მეფეს. მარგარეტისა და ფილიპეს ქორწინებიდან კიდევ რამდენიმე შვილი გაჩნდა. გოგონა მარია სამწუხაროდ გარდაიცვალა, დაბადებიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ, 1603 წლის გაზაფხულზე. მათი 2 უმცროსი შვილი, მარგარეტა და ალფონს მორისი, ასევე გარდაიცვალნენ შვილობაში ან ბავშვობაში, მაგრამ შუათანა შვილები გადარჩნენ. უფროს ბიჭს ფილიპე დაარქვეს მამის პატივსაცემად და მისი დაბადების შემდეგ მეფემ მარგარეტას სითბო და ყურადღება არ მოაკლო. ის 1605 წლის აპრილში დაიბადა და ერთ დღეს ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხე გახდებოდა. მეორე ქალიშვილი, მარია ანა, რომელიც 1606 წელს დაიბადა, ავსტრიის ჰაბსბურგთა ფერდინანდ მე-3-ზე დაქორწინდა. ეს მისი ბიძაშვილი იყო, რადგან ის ფერდინანდ მე-2-ის, მარგარიტას უფროსი ძმის შვილი იყო. მარია ანამ 6 შვილი გააჩინა, მაგრამ მხოლოდ 3-მა მიაღწია სრულწლოვანებას. და ბოლოს 1607 წელს მარგარიტამ ვაჟი ჩარლზი გააჩინა, ხოლო 1609 წელს კიდევ ერთი ვაჟი, ფერდინანდი. ჩარლზი მხოლოდ 25 წლამდე იცოცხლა, მაგრამ ის იყო პატივსაცემი ფიგურა სამეფო კარზე, რომელსაც მოკლედ განიხილავდნენ როგორც პოტენციურ მომავალ მეფეს. როდესაც მისი უფროსი ძმა, მეფე ფილიპე მე-4, ერთ დროს 1620-იან წლებში მძიმედ დაავადდა. ფერდინანდი, როგორც გადარჩენილი ვაჟებიდან უმცროსი, ეკლესიაში შევიდა და კარდინალი გახდა. დედამისი ბავშვობიდანვე ამხნევებდა მას რელიგიაში. მისი რომაულ-კათოლიკური ღვთისმოსაობა კარგად იყო ცნობილი. მას ასევე ჰქონდა პოლიტიკური კარიერა, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ესპანეთის ნიდერლანდების გუბერნატორად მსახურობდა, რაც დღეს ბელგიის ტერიტორიას წარმოადგენს. ფილიპე მე-3-ის მონარქებს შორის ყველაზე გადამწყვეტი ნამდვილად არ ეთქმოდა. იგი სახელგანთქმულად ადვილად ექცეოდა გავლენის ქვეშ. მას ადვილად აჰყავდა კარისკაცებსაც და მის ძლიერ ნებისყოფიან ცოლსაც კი. ეს მნიშვნელოვანი იყო. ესპანეთი კვლავაც უზარმაზარი მდიდარი იმპერიის სათავეში იდგა, თუმცა ფრანგებთან, ჰოლანდიელებთან, ინგლისელებთან და თურქებთან მრავალწლიანი დამანგრეველი ომების შედეგად მისი ხაზინა მთლიანად დაცარიელდა. მადრიდში ახლა გამოჩნდა რეფორმატორთა სასოწარკვეთილი წრე, რომელიც მოითხოვდა გაბედულ ქმედებებს, რათა გადაერჩინათ ესპანეთის მქრალი დიდების ნარჩენები. მარგარეტა ამ მხრივ კარგი გავლენა არ იყო. ის ღრმად კონსერვატიული იყო და მძაფრად ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ეკლესიისა და სამეფო ცერემონიალისთვის ხარჯების შემცირებას ეხებოდა. შედეგი კატასტროფული იყო. ესპანეთის ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ უარესდებოდა და ფილიპე მე-3-ის მმართველობის პერიოდში მთავრობა რამდენჯერმე გაკოტრდა, ზუსტად ისე, როგორც ეს მისი მამის დროს ხდებოდა. ესპანეთის კარის გულში მძაფრი ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. კარისკაცთა ერთმა ჯგუფმა მარგარეტს ღიად დაუპირისპირდა. მას ბრალსდებდნენ ფანატიკურ კათოლიკურ გულმოდგინებაში, რომელიც მეფის განსჯას ამახინჯებდა და იმპერიას ქაოსში ითრევდა. ის არაერთხელ დაუპირისპირდა ლერმას ჰერცოგს, ესპანეთის ყველაზე ძლიერ დიდებულს და ფილიპე მე-3-ის სუსტი ტახტის უკან მდგომ ნამდვილ მმართველს. მას უხალისოდ სცემდა პატივს მისი მოხერხებულობისა და გამჭრიახი პოლიტიკური ინსტინქტების გამო. მაგრამ ასევე ეჭვიცარებარებოდა, რომ მარგარეტს სერიოზულ პრობლემად მიიჩნევდა და ცდილობდა ძალაუფლებისგან ჩამოეცილებინა. თავის მხრივ მარგარეტმა კარზე სხვა რამდენიმე ქალთან ერთად ალიანსი შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თანამდებობები ეკრძალებოდათ, ისინი ფარულად აყალიბებდნენ პოლიტიკას პირადი კავშირებით, სტრატეგიული რჩევებითა და ჩუმი დარწმუნებით, სამეფო კარის ჩრდილებიდან რეალურ ძალაუფლებას ახორციელებდნენ. მარგარეტის მოკავშირეებს შორის იყო ქვრივი, იმპერატრიცა მარია, იმპერატორ მაქსიმილიანე მეორის ქვრივი, რომელიც ესპანეთის კარზე გავლენას ინარჩუნებდა 1603 წელს გარდაცვალებამდე. თუმცა უფრო გამძლე იყო მარგარეტის ალიანსი მარიას ქალიშვილთან, ჯვრის მარგარეტასთან, სამეფო მონაზონთან, რომელიც თავისი ღვთისმოსაობითა და კარის კავშირებით იყო ცნობილი. ერთად ამ სამმა ავსტრიელმა ჰაბსბურგმა ქალმა ფილიპე მესამეს მკაცრად პროავსტრიულ და პროკათოლიკურ პოლიტიკაზე უბიძგა. ასე რომ, როდესაც მარგარეტის ძმა ფერდინანდ მეორე 1618 წელს ბოჰემიაში პროტესტანტულ აჯანყებას შეეჯახა, რამაც 30 წლიანი ომი გამოიწვია, ესპანეთმა სწრაფად დაუჭირა მხარი ავსტრიას. მათი საერთო მიზანი მარტივი იყო: აღედგინათ კათოლიკური მმართველობა და ჰაბსბურგების უზენაესობა გახლეჩილ წმინდა რომის იმპერიაში. ეს იყო საბედისწერო გადაწყვეტილება, რომელმაც ესპანეთი სისხლამდე გამოაცალა. ომი 10 წლეულების განმავლობაში გაგრძელდა და როცა მარგარიტას ვაჟი, მეფე ფილიპე, მეოთხე 1665 წელს გარდაიცვალა, ესპანეთი თავისი ძველი დიდების აჩვდივად იყო ქცეული, სრულიად დაჩრდილი ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მიერ. და ამ დაცემის ტრაგიკულ ფასს შემდეგი ჰაბსბურგი მეფე გადაიხდიდა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ მარგარიტამ შეძლო თავისი სუსტი ნებისმქონე ქმარზე ავსტრიის მხარდამჭერი პოლიტიკის გადარება და ამ მხრივ ლერმის ჰერცოგის გადასწრება, მას არასოდეს მოუწევდა ამავე პოლიტიკის ნაყოფის ხილვა. ის გარდაიცვალა 1611 წლის 3 ოქტომბერს, მშობიარობის შედეგად გამოწვეული გართულებებით. მას შემდეგ რაც შვილი ალფონსო მორისი გააჩინა, რომელიც თავადაც პირველ დაბადების დღემდე გარდაიცვალა. იმ დროს ის მხოლოდ 26 წლის იყო. მეფე ფილიპე მისი გარდაცვალებით განადგურებული იყო და აღარასდროს დაქორწინებულა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 33 წლის იყო. ის 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად მისი მოკლე ცხოვრების პერიოდისა, მარგარეტმა შეძლო სასახლის პოლიტიკის ფორმირება და ამ ეტაპზე დინასტიის მემკვიდრეობა უზრუნველყო. მიუხედავად ამისა, როგორც კი მე-17 საუკუნე მიიწევდა წინ, ჰაბსბურგებმა კიდევ უფრო გაამკაცრეს თავიანთი მომაკვდინებელი ინცესტური ტრადიცია. ბიძა ქორწინდებოდა ძმის შვილზე თაობიდან თაობამდე, სასოწარკვეთილი მცდელობით შეენარჩუნებინათ ძალაუფლების სიწმინდე. მაგრამ ფასი კატასტროფული იყო. მარია ანა ესპანელი დაიბადა ესკორიალის სასახლეში, მადრიდის ჩრდილოეთით ესპანეთში, 1606 წლის 18 აგვისტოს. მისი მამა იყო ესპანეთის მეფე ფილიპე მესამე, ძლიერი მონარქი, რომელიც 1598 წლიდან მართავდა უზარმაზარ იბერიულ იმპერიას. იმ დროს ესპანეთი ითვლებოდა ევროპის წამყვან ძალად, რომელიც მართავდა იტალიისა და დაბალი ქვეყნების დიდ ნაწილებს და ჰქონდა ვრცელი კოლონიური იმპერია ამერიკაში, კარიბის ზღვის აუზში და ფილიპინებშიც კი. შესაბამისად, ესპანეთის სამეფო კარი იყო უზარმაზარი სიმდიდრის ადგილი და ახალგაზრდა მარია ანა გაიზარდა ფუფუნებაში, წარმოუდგენელ ბრწყინვალებაში, მაგრამ ასევე დამთრგუნველ სამეფო მოვალეობებში. მარია ანას დედა იყო მარგარეტა ავსტრიელი, მისი მამის ბიძაშვილი, ერთი თაობით დაშორებული, რაც ჰაბსბურგების დინასტიის საშიშად გადახლართულ საგვარეულო ხეში თითქმის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. იმ დროისთვის, როცა მარია ანა დაიბადა, საუკუნეების განმავლობაში აკვიატებულმა ნათესავებში ქორწინებამ ჰაბსბურგების სისხლის ხაზი გენეტიკურ ნაღმად აქცია, ერთმანეთზე გადაბმული წინაპრებითა და დამანგრეველი ჯანმრთელობის რისკებით. მამის მხრიდან ის იყო ესპანეთის მეფე ფილიპე მეორისა და მისი დიშვილის, ავსტრიელი ერცჰერცოგინია ანასი შთამომავალი. დედის მხრიდან კი კიდევ ერთი ჰაბსბურგების ბიძა დიშვილის წყვილი იყო, შიდა ავსტრიის კარლო მეორე და ბავარიის მარია ანა. მარია ანა საკუთარ თავთანაც იყო ნათესავი, ერთი და იმავე ჩახლართული საგვარეულო ხის რამდენიმე შტოს მეშვეობით. თუმცა გასაოცარია, რომ მას არც ერთი ცნობილი ჰაბსბურგების დეფორმაცია ან დაავადება არ ეტყობოდა, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც. ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ იყო და მომავალ თაობებს იგივე ბედი აღარ ეწეოდათ. მარია ანა იყო მისი მშობლების მეოთხე შვილი. უფროსი და ანა მოგვიანებით საფრანგეთის დედოფალი გახდა, ხოლო მისი უფროსი ძმა 1621 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხე გახდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მათი მამა ნაადრევად გარდაიცვალა, 42 წლის ასაკში დაავადების გამო, რომლის ზუსტი მიზეზიც დღემდე უცნობია.
თუმცა ეჭვმიტანილ მიზეზებს შორის ტიფი ან გრიპი სახელდება. იმ დროისთვის, როცა მისი მამა გარდაიცვალა, ესპანეთის კარზე უკვე რამდენიმე წელია განიხილავდნენ, ვისზე დაქორწინდებოდა მარია ანა. როცა მეფე ფილიპე მესამე გარდაიცვალა, მისმა ძმამ ახლად კორონირებულმა ფილიპე მეოთხემ ხელში აიღო მისი ბედის მართვა. ყველა ყურადღება მიეპყრო ერთ საკამათო და მაღალი ფსონის გეგმას, ეგრეთ წოდებული ესპანურ ქორწინებას. წინადადებული ქორწინება, რომელმაც გააღვივა მძაფრი დიპლომატიური ბრძოლები, გამოიწვია ეროვნული აღშფოთება და თითქმის გააერთიანა ევროპის ორი უდიდესი ძალა. მარია ანას შესაძლო ქორწინების თემა გადაიქცა მნიშვნელოვან დიპლომატიურ დავად ევროპის პოლიტიკაში 1620-იან წლებში. როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, არსებობდა გეგმა, რომ მისი ბიძაშვილზე, არქიდუქზე დაქორწინებულიყვნენ. ჯონ ჩარლზი, მომავალი წმინდა რომის იმპერატორის, ფერდინანდ მეორის ვაჟი. მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა, როდესაც ჯონ ჩარლზი 1618 წელს გარდაიცვალა. იმ დროს ესპანეთი და საფრანგეთი კვლავ მორიგი ბატონობისთვის იბრძოდნენ და სწორედ მაშინ გაჩნდა მოულოდნელი წინადადება ალიანსი ინგლისთან. მარია ანას ახლა უნდა დაქორწინებოდა. არავინ სხვა თუ არა, უელსის პრინცი ჩარლზი, ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ტახტის მემკვიდრე. ეს იყო თამამი, თითქმის წარმოუდგენელი ნაბიჯი, ორი ისტორიული მეტოქის გაერთიანება ქორწინების გზით. თუმცა ევროპის ძალაუფლების პოლიტიკის დაუნდობელ თამაშში არაფერს გამორიცხავდნენ. ასე დაიწყო ცუდად სახელგანთქმული მოლაპარაკებები ესპანურ ქორწინებაზე. სამეფო აზარტული ნაბიჯი, რომელმაც შოკი გამოიწვია როგორც სამეფო კარზე, ისე სამეფოებში. ეს მოლაპარაკებები დაიწყო 1621 წელს ფილიპე მესამის გარდაცვალების შემდეგ და მარია ანას ძმის ფილიპე მეოთხის ტახტზე ასვლის შემდეგ. ახლა მადრიდში ახალი მრჩევლები მართავდნენ მთავრობას და მათ ურჩიეს, რომ ინგლისთან ქორწინების ალიანსი წინ წაეწიათ. მოლაპარაკებები წლების განმავლობაში გაგრძელდა და 1623 წელს დასრულდა უცნაური შემთხვევით, როდესაც პრინცი ჩარლზი და ბუკინგემის ჰერცოგი შენიღბულები გაემგზავნნენ ესპანეთში, რათა მოლაპარაკებები გაეგრძელებინათ. როდესაც ისინი ესპანეთის კარზე მივიდნენ და თავი გაამჟღავნეს, თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ მოლაპარაკებები ჩაიშალა. ჩარლზმა ჩათვალა, რომ მას ცუდად მოექცნენ და ინგლისში დაბრუნდა. როდესაც დაბრუნდა, მხოლოდ იმედგაცრუება არ ჩამოიტანა. მან დიპლომატიური კატასტროფა ჩამოიტანა. ქორწინების გეგმები უბრალოდ არ დაინგრა. ისინი შიგნიდან აფეთქდა, რამაც გამოიწვია აღშფოთება, სკანდალი და რეაქციების ჯაჭვი, რომელმაც სრულმასშტაბიან ომამდე მიიყვანა. 1625 წლისთვის ანგლო-ესპანეთის ომი უკვე დაწყებული იყო და ის 5 სისხლიანი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა. მეფე ფილიპეს ახლა თავისი პატარა დისთვის ახალი ქმრის პოვნა სჭირდებოდა და იდეალურ კანდიდატს საკუთარ ოჯახში იპოვიდა. ესპანურ ქორწინებაზე მოლაპარაკებების ჩაშლისა და ომში ჩართვის შემდეგ ესპანეთის მთავრობა კვლავ დაუბრუნდა იდეას, რომ მარია ანა თავისი მრავალი ბიძაშვილის ერთ-ერთზე დაეკორწინებინათ. ასე მოხდა, რომ 1626 წელს მარია ანა თავის ბიძაშვილზე, ავსტრიის არქიდუკ ფერდინანდზე, იმპერატორ ფერდინანდ მეორის შვილსა და მემკვიდრეზე დანიშნეს. ის ასევე იყო არქიდუკ იოჰან კარლის უმცროსი ძმა, რომელიც წლების წინ გარდაცვალებამდე მარია ანასთვის ქმრად ყავდათ შეთავაზებული. ქორწინების მოლაპარაკებები 2 წლის განმავლობაში გაგრძელდა, რადგან ზითვთან და ესპანეთში მემკვიდრეობის უფლებებთან დაკავშირებული უთანხმოებები არ წყდებოდა. საბოლოოდ, მხოლოდ 1629 წლის ბოლოს, მარია ანა და მისი ამალა საბოლოოდ დატოვეს ესპანეთის კარი და ვენისკენ გაემართნენ. მოგზაურობა 1 წელზე მეტხანს გაგრძელდა, რაც ძირითადად იტალიაში ბუბონური ჭირის გამგამანადგურებელი აფეთქებით იყო გამოწვეული. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიდემია, რაც რეგიონს ადრეულ ახალ დროში უნახავს. თუმცა ქორწინებამდე ფერდინანდმა, რომელსაც მიღებული იდეალიზებული პორტრეტები ეჭვს უჩენდა, გადაწყვიტა თავისი საცოლე ფარულად ენახა. მხოლოდ ამ პირადი დათვალიერების შემდეგ ქორწინებაზე დათანხმდა. და ბოლოს 1631 წლის 20 თებერვალს მარია ანამ ვენაში იქორწინა მომავალ იმპერატორ ფერდინანდ მესამეზე. 24 წლის ასაკში მას საკმაოდ ასაკოვან სამეფო პატალძლად მიიჩნევდნენ, თუმცა ის ასაკით ახლოს იყო თავის ახალ მეუღლესთან, რომელიც მხოლოდ 1 წლით უმცროსი იყო და 23 წლის გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქორწინება პოლიტიკური ხასიათის იყო, საბოლოოდ იგი მოულოდნელად თბილი და მოსიყვარულე აღმოჩნდა. ფერდინანდი ძალიან ერთგული იყო თავისი ცოლის მიმართ და მთელი ქორწინების განმავლობაში მასთან ერთგულება შეინარჩუნა, რაც იმ ეპოქის სამეფო ოჯახებში იშვიათობა იყო.
მარია ანას მხიარული და სიცოცხლით სავსე ხასიათი აბალანსებდა ფერდინანდის უფრო სერიოზულ პიროვნებას და სინათლეს სცენდა სხვაგვარად მკაცრ სამეფო კარს. მაგრამ მათი ქორწინება მძიმე ფონზე ვითარდებოდა. სასტიკი და დაუნდობელი 30 წლიანი ომის დროს, რომელმაც ევროპა გაანადგურა და უკან მხოლოდ ნგრევა დატოვა. იმის გასაგებად თუ როგორ ცხოვრობდა მარია ანა ცენტრალურ ევროპაში ფერდინანდზე დაქორწინების შემდეგ, საჭიროა შევხედოთ იმ კონფლიქტს, რომელიც მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ამ რეგიონს ანადგურებდა. გერმანია რელიგიის გამო გაყოფილი იყო, მას შემდეგ რაც პროტესტანტული რეფორმაცია 1517 წელს დაიწყო. მე-16 საუკუნის განმავლობაში გერმანიის ათეულობით დიდ სახელმწიფოში პერიოდულად მიმდინარეობდა ომები კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის. ეს კონფლიქტები კვლავ გამწვავდა 1618 წელს, როდესაც ბოჰემიის პროტესტანტებმა, სამეფომ, რომელიც თანამედროვე ჩეხეთს შეესაბამება და რომელსაც ჰაბსბურგები მართავდნენ, სცადეს წინააღმდეგობა გაეწიათ კათოლიციზმის აღდგენის მცდელობებისთვის პრაღასა და სხვა ადგილებში. ბოჰემიის ომი 1618 და 1619 წლებში გადაიზარდა 30 წლიან ომში, რადგან სულ უფრო მეტი გერმანული სახელმწიფო ერთვებოდა ამ კონფლიქტში. მიუხედავად იმისა, რომ მარია ანა 1620-იანი წლების პირველ ნახევარში ინგლისთან ესპანურ ქორწინებაზე მოლაპარაკებების ცენტრში იყო, ჰაბსბურგები ერთ გამარჯვებას მეორის შემდეგ აღწევდნენ და ჩანდა, რომ ისინი მიაღწევდნენ თავიანთ მიზანს, მთელი გერმანიის თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მოქცევას. მაგრამ შემდეგ ჰაბსბურგების გამარჯვების თავიდან ასაცილებლად სხვა დიდი პროტესტანტული ძალები ჩაერინენ კონფლიქტში. დანია სამეფო კონფლიქტში ჩაერთო 1625 წელს, რასაც მოჰყვა შვედეთის ჩარევა 1629 წელს. როდესაც ეს პროტესტანტული ძალები ჩაერინენ, მათი არმიები ჰაბსბურგებს გერმანიიდან სამხრეთისკენ, ავსტრიისა და ბოჰემიისკენ დააბრუნებდნენ. მთელი ქალაქები ნანგრევებად იქცა და ოდესღაც უსაფრთხო მიწები რამდენიმე დღეში დაინგრა. ომი ახლოვდებოდა და მალე ის თავად ჰაბსბურგების სამეფო ოჯახსაც მიაღწევდა. იმ დროისთვის, როცა მარია ანა ავსტრიაში ჩავიდა, ომს უკვე რამდენიმე ასეული ათასი მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. მაგრამ ყველაზე მძიმე გავლენა სამოქალაქო მოსახლეობამ იგრძნო. როდესაც ფერმები იწოდა და მთელი ქალაქები და დასახლებები ნადგურდებოდა, ყოველდღიური ცხოვრება ირღვეოდა და ზოგ ადგილას შიმშილობა ვითარდებოდა. შეფასებით 4-დან 10 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა ომის დასრულებამდე, რაც ამ ომს ადრეული თანამედროვე ევროპის ისტორიაში ყველაზე დამანგრევლად აქცევს. ჰაბსბურგების სასახლეების მოოქროვულ კედლებშიც კი მარია ანა ვერ უგულებელყოფდა გარეთ არსებულ ტანჯვას. იმპერია, რომელსაც მისი ახალი ოჯახი მართავდა, ნაწილებად იშლებოდა და ომის საშინელებები სულ უფრო ახლოვდებოდა, მაშინ როცა მისი ქმარი, რომელიც კონფლიქტში ღრმად იყო ჩართული, ხშირად ფრონტზე იმყოფებოდა. ეს მხოლოდ მის გარშემო არსებულ სამყაროს არ შეაწუხებდა, არამედ მის მთელ ცხოვრებას განსაზღვრავდა. იმ წამიდან, როცა დაქორწინდა, მარია ანა უნგრეთისა და ბოჰემიის დედოფალი კონსორტი გახდა, მაგრამ მისი აღმასვლა ამით არ დასრულებულა. 1627 წელს, მამამთილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქმარი წმინდა რომის იმპერატორად აირჩიეს, ხოლო მარია ანა წმინდა რომის იმპერატრიცა გახდა, ევროპის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები ძირითადად კათოლიკეები იყვნენ, 1635 წლიდან პირდაპირ ჩაერივნენ ომში, რათა პროტესტანტი გერმანული სახელმწიფოები გადაერჩინათ და ჰაბსბურგების ძალაუფლებას შეემცირებინათ. როდესაც ეს მოხდა, ავსტრიულ ჰაბსბურგებს ესპანელი ნათესავების დახმარება უფრო მეტად ჭირდებოდათ ვიდრე ოდესმე. მარია ანა მნიშვნელოვანი საკონტაქტო პირი იყო ავსტრიისა და ესპანეთის მთავრობებს შორის. ის რეგულარულად წერდა თავის ძმას, ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხეს. ის მოუწოდებდა მას გაეგრძელებინა ომი ფრანგებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ და გაეგრძელებინა ოჯახის ავსტრიული შტოს დახმარება. როდესაც მისი ქმარი ხშირად იყო წასული და გერმანიაში სამხედრო კამპანიებს ხელმძღვანელობდა, მარია ანა ავსტრიის კარის ცენტრალურ ფიგურად იქცა. ფერდინანდმა მამაკაც მინისტრებზე დაყრდნობის ნაცვლად მას ნამდვილი ძალაუფლება მიანდო და რამდენჯერმე რეგენტად დაანიშნა, რაც იშვიათი პატივი იყო. ეს ნათლად აჩვენებდა, რამდენად ენდობოდა მის განსჯასა და პოლიტიკურ უნარებს. მაგრამ მაშინ, როცა ის მის არ ყოფნაში მართავდა, კიდევ ერთი სამეფო ვალდებულება წამოიჭრა, ბევრად უფრო პირადი, ბევრად უფრო სახიფათო და ისეთი, რომელიც გატეხილი გულით დასრულდებოდა. მარია ანა რეგულარულად ორსულად იყო მას შემდეგ, რაც ფერდინანდს გაჰყვა ცოლად. გვიან შუა საუკუნეებში და ადრეულ ახალ დროში სამეფო ქალებისგან მოელოდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი ეცადათ გაეჩინათ.
3-დან 1 ბავშვი ჩვილობაში იღუპებოდა, ხოლო სხვებს როცა იზრდებოდნენ, ისეთი დაავადებები იტაცებდნენ, როგორიცაა წითელა და ყვავილი. სამეფო ხაზის დასაცავად საუკეთესო გზა იყო, რაც შეიძლება მეტი შვილის. სასურველია რამდენიმე ვაჟის ყოლა. ფერდინანდ მესამის მომავალი მემკვიდრე სინამდვილეში მისი და მარია ანას ქორწინებიდან 2 წელიწადში დაიბადა. ეს იყო მომავალი ფერდინანდ მეოთხე, რომელიც 1633 წლის სექტემბერში დაიბადა. მარია ანას მეორე შვილი, ქალიშვილი, სახელად მარიანა, რომელიც დედამისის პატივსაცემად დაარქვეს, 1634 წლის დეკემბერში დაიბადა, ფერდინანდის დაბადებიდან მხოლოდ 15 თვის შემდეგ. მეორე ვაჟი, ფილიპე აუგუსტე, 1637 წელს დაიბადა, მაგრამ ის მეორე დაბადების დღემდე გარდაიცვალა. მესამე ვაჟი, მაქსიმილიანი, პირველ დაბადების დღემდეც კი ვერ მიაღწია. და ბოლოს 1640 წელს ჯანმრთელი მეორე მემკვიდრე დაიბადა. ეს ბავშვი, სახელად ლეოპოლდი, საბოლოოდ ჰაბსბურგების სამფლობელოებს 1650-იანი წლების ბოლოს გადაიბარებდა და ჰაბსბურგების ოჯახის თითქმის 900 წლიანი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივად მმართველ და წარმატებულ მმართველად იქცეოდა. 1640-იან წლებში მარია ანა და ფერდინანდი ალბათ ფიქრობდნენ, რომ ლეოპოლდი მათი ბოლო შვილი იქნებოდა. მარია ანა ბოლოს და ბოლოს 1640-იანი წლების შუა პერიოდში უკვე 40 წელს უახლოვდებოდა. ამიტომ, როდესაც მარია ანა მოულოდნელად კვლავ დაორსულდა 1655 წლის ბოლოს, ეს შოკი იყო. ბოლო მოულოდნელი შემოbrunება უკვე არეულ ცხოვრებაში. მაგრამ ეს მეექვსე და ბოლო ორსულობა სიხარულს აღარ მოუტანდა. მარია ანას ბოლო ორსულობა ტრაგედიით დასრულდა. ნაწილობრივ ავსტრიაში 1646 წელს არსებული არეულობის გამო. შვედებმა ფრანგების დახმარებით მოიპოვეს უპირატესობა 30 წლიანი ომის დროს და 1640-იანი წლების შუა პერიოდში სამხრეთისკენ ბოჰემიასა და ავსტრიაში შეიჭრნენ. მარია ანა და მისი ოჯახი ლინცის სამეფო რეზიდენციაში იმყოფებოდნენ, როდესაც მიიღეს ცნობა მტრის სწრაფი წინსვლის შესახებ იმ მიწებზე, რომლებიც მანამდე შვედებისა და მათი ფრანგი და გერმანელი მოკავშირეებისთვის მიუწვდომლად მიიჩნეოდა. პანიკის მდგომარეობაში მყოფმა სამეფო ოჯახმა ვენაში გაიქცა, რადგან მტრის ძალები უახლოვდებოდნენ. ზეწოლა უზარმაზარი იყო, კარზე არეულობა სუფევდა, იმპერია კიდეებიდან იშლებოდა და პრაღა საბოლოოდ დაეცემოდა წინსულ შვედურ არმიას ომის დასრულებამდე. ამ ქაოსსა და შიშში მარია ანა მეექვსე შვილზე დაფეხმძიმდა. შემდეგ წარმოუდგენელი მოხდა. შავი ჯილი ვენაში გავრცელდა. იმ დღეებში შავი ჯილის თავიდან ასაცილებლად ყველაზე უსაფრთხო გზა იყო უბრალოდ გაქცევა იმ ქალაქიდან, სადაც ის გავრცელდა და საცხოვრებლად გადასვლა სოფლის სახლში, მოშორებით სხვა ადამიანებისგან. მარია ანა და მისი შვილები, მიუხედავად საშიში სამხედრო მდგომარეობისა, დაბრუნდნენ ლინცში. მალე იქ ჩასვრის შემდეგ ის დაავადდა. მისი მდგომარეობა მომდევნო კვირებში გაუარესდა და 1646 წლის 12 მაისს მას ძლიერი სისხლდენა დაეწყო. ექიმებმა გააცნობიერეს, რომ ბავშვის გადარჩენის საუკეთესო შანსი იყო მისი ამოჭრა დედის სხეულიდან, საშინელი პრაქტიკა, რომელიც ძალიან გავრცელებული იყო ადრეული ახალი ხანის მსოფლიოში. ამგვარად მარია ანა 1646 წლის 13 მაისს დილით 39 წლის ასაკში სისხლის დაკარგვით გარდაიცვალა. ბავშვი მხოლოდ რამდენიმე საათს იცოცხლა და ისინი ერთად დაკრძალეს ჰაბსბურგების საიმპერატორო კრიპტაში, ვენაში. 30 წლის ომი კიდევ 2 წელი გაგრძელდა. მარიამ ანა 1656 წელსაც რომ გარდაიცვალა, შვიდობის მოლაპარაკებები უკვე აქტიურად მიმდინარეობდა ვესტფალიასა და ოსნაბრიუკში, გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში. ჰაბსბურგებმა უნდა ეღიარებინათ დამარცხება და დამკვიდრდა პრინციპი, რომ ევროპულ სახელმწიფოებს აღარ შეეძლოთ ჩარეულიყვნენ სხვა ქვეყნების და სამთავროების საქმეებში, როცა საქმე რელიგიურ საკითხებს ეხებოდა. მიუხედავად მათი სიყვარულისა, მარია და მისი ქმარი კიდევ ორჯერ დაქორწინდებოდნენ. მაგრამ სწორედ მარია, ანასა და მის ქმარს ჰყავდათ ის ვაჟები და ქალიშვილები, რომლებიც ავსტრიაში მართავდნენ და მომავალში ესპანეთის მეფეებსაც წარმოშობდნენ. მარია ანა დაიბადა 1634 წლის შობის ღამეს, ვიმანოისტადში, ვენის სამხრეთით. მისი მამა იყო ავსტრიის არქიდუკა ფერდინანდი, ფერდინანდ მეორის, წმინდა რომის იმპერატორის ვაჟი და ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მარია ანას მამა ასევე იყო უნგრეთისა და ხორვატიის მეფე, ავსტრიის ჰაბსბურგების მრავალ ტიტულთაგან ერთ-ერთი, რომელიც მათ ჰქონდათ მე-17 საუკუნეში. მარია ანას დაბადებიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ მისმა მამამ იმპერიული ტახტი დაიმკვიდრა.
ეს ნიშნავდა, რომ ფერდინანდის ნებისმიერი შვილი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდებოდა ქორწინების ალიანსებში, რომლებშიც იმ დროის ევროპის ყველა სამეფო ოჯახი მონაწილეობდა. მისი დედა მარია ანა ესპანელი ესპანეთის მეფე ფილიპე მესამის ქალიშვილი იყო, რაც მარია ანას ევროპის ორი ყველაზე გავლენიანი სამეფო ოჯახის შთამომავლად აქცევდა. მაგრამ მათი კავშირი მხოლოდ სტრატეგიული ქორწინება არ იყო. ეს იყო სისხლით ნათესავთა ქორწინება. მარია ანას მშობლები ახლო ნათესავი ბიძაშვილები იყვნენ, რაც ჰაბსბურგების დინასტიის ძალაუფლების ოჯახის შიგნით შესანარჩუნებლად ახლო ნათესავებს შორის ქორწინების აკვიატებული პრაქტიკის ნაწილი იყო. ეს განუწყვეტელი შიდა საქორწინო პრაქტიკა მარია ანას ბედს ისე განსაზღვრავდა, როგორც ვერავინ წარმოიდგენდა. როგორც მალე ვნახავთ, ამ სამეფო ტრადიციის ფასი ბევრად უფრო მაღალი აღმოჩნდებოდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა, რაც მარიასთვის და მის ცხოვრებაში შოკის მომგვრელ და დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევდა. მარია ანა გაიზარდა და განათლება ავსტრიაში მიიღო ომის დროს. მისი მამა ღრმადი ოჩართული სასტიკ კონფლიქტში, რომელიც 1618 წლიდან მძვინვარებდა. ეს იყო ცნობილი 30 წლიანი ომი და ის იყო გადაწყვეტილი, რომ დაესრულებინა იგი. 1645 წლისთვის, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები აქტიურდებოდა, ყურადღება მარია ანას მომავალზე გადაერთო. უფრო კონკრეტულად კი, მის ქორწინებაზე, რაც ჰაბსბურგთა ალიანსების დიდ საჭადრაკო დაფაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. გეგმა ნათელი იყო. ის ესპანეთის პრინცზე დაქორწინდებოდა. საუბარი იყო ბალთაზარ ჩარლზზე, ასტურიისა და ხირონას პრინცზე. ის ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხის ერთადერთი ვაჟი იყო. მისი პირველი ქორწინებიდან საფრანგეთის ელიზაბეტზე, რომელიც 1644 წელს გარდაიცვალა. მაგრამ ერთი აშკარა პრობლემა არსებობდა. ბალთაზარ ჩარლზი მარია ანას ბიძაშვილი იყო, მისი დედის ძმის ვაჟი. თუმცა ჰაბსბურგებისთვის ასეთი ახლო ნათესაური კავშირები თითქმის პრობლემა არ იყო. 1646 წლისთვის შეთანხმება მიღწეული იყო. ორიოდე წელში, როცა მარია ანა სრულწლოვანი გახდებოდა, ის ბალთაზარს გახვებოდა ცოლად, რომელიც მასზე 5 წლით უფროსი იყო. შემდეგ ბედი ჩაერია. 1646 წლის ოქტომბერში, მათი დანიშვნის შემდეგ, სულ რამდენიმე კვირაში, ბალთაზარ ჩარლზი დაავადდა. ის მალევე გარდაიცვალა, სავარაუდოდ ჩუტყვავილით, თავისი მე-17 დაბადების დღემდე, სულ რამდენიმე დღით ადრე. ნიშნობა ჩაიშალა და ესპანეთი მოულოდნელად მემკვიდრის გარეშე დარჩა. ამან ფილიპე მეოთხესთვის კრიზისი შექმნა. ქვრივი, რომელსაც მამაკაცი მემკვიდრე არ ჰყავდა, ფილიპე მეოთხე უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა დინასტიის უზრუნველსაყოფად. მისი გამოსავალი შოკის მომგვრელი ტინადადება. რადგან ბალთაზარს აღარ შეეძლო მარია ანაზე დაქორწინება, ფილიპე თავად დაქორწინდებოდა მასზე. გაჯერება ძნელია, მაგრამ ამ შეთანხმებას დათანხმდნენ. ქორწილი მარია ანას პატარა ასაკის გამო გადაიდო, მაგრამ 1649 წლის ოქტომბრის 7-ს მან თავისი ბიძა ერთ-ერთ ეკლესიაში მადრიდის გარეთ იქორწინა. ის მხოლოდ 14 წლის იყო, ის კი 44. მარია ანა ყველაფერს აკეთებდა, რომ მადრიდში ცხოვრებას შეგუებოდა. მხოლოდ 14 წლის ასაკში ის უკვე დედოფალი კონსორტი იყო დედამიწაზე ყველაზე დიდი იმპერიის. ესპანეთის ბატონობა ვრცელდებოდა ამერიკებზე, ფილიპინებზე და უზარმაზარ ტერიტორიებზე მის ფარგლებს გარეთ, რაც მას ნამდვილ გლობალურ ზესახელმწიფოდ აქცევდა. მისი ქმარი ფილიპე მეოთხე სასახლეში ცნობილი იყო როგორც პლანეტის მეფე, გრანდიოზული ტიტული, რომელიც სიმბოლურად გამოხატავდა მისი იმპერიის გავლენას მთელ მსოფლიოში. ასე პატარა ასაკში, ესპანეთის სამეფო ოჯახში აღმოჩენილ მარია ანას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ სწრაფად შეგუებოდა. მან სრულყოფილად აითვისა ესპანური ენა, ისწავლა რთულ სასახლის პოლიტიკაში ორიენტირება და თავი მოამზადა კიდევ უფრო დიდი როლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპეს ცოლი იყო, საბოლოოდ ის ტახტის უკან მდგომ ნამდვილ ძალად იქცა. მარია ანასა და ფილიპეს ქორწინებამ მალე შვილები გამოიღო. მათი პირველი შვილი, მარგარეტ ტერეზა, 1651 წელს დაიბადა და მისი ბედი უცნაურად იმეორებდა დედამისისას, დინასტიური გამეორების სახით. შემდეგ ტრაგედია დადრეალდა, როდესაც მისი ორი შვილი, მარია ამბროსია და ფერდინანდ თომასი, ჩვილობაში გარდაიცვალა. მარია ანასა და ფილიპეს კიდევ ორი ვაჟი ჰყავდათ. ფილიპე პროსპერო, რომელიც 1647 წელს დაიბადა, და ჩარლზი, ანუ კარლოსი, რომელიც 1661 წელს დაიბადა. მაგრამ უბედურება კვლავ დადრეალდა. ფილიპე პროსპერო 1661 წელს დაიცვალა, რის შედეგადაც ესპანეთის ტახტის უკანასკნელ იმედად მხოლოდ ჩარლზი დარჩა.
შემდეგ 1665 წელს მარია ანას ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ფილიპე მეოთხე, მისი ქმარი და ბიძა, გარდაიცვალა. უკან დატოვა დანგრეული იმპერია და მყიფე მემკვიდრე. კარლოსი, რომელიც მეოთხე დაბადების დღემდე ცოტა აკდა, მეფე გახდა. მაგრამ ესპანეთის მომავალი სრულიად არ იყო უსაფრთხო და მარია ანა მალე მთავარ ფიგურად იქცეოდა მისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე არეულ პერიოდში. თავდაპირველიდანვე ნათელი იყო, რომ კარლოსი, რომელიც ისტორიაში ცნობილია როგორც ესპანეთის მეფე კარლოს მეორე, მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად მმართველობას. მხოლოდ 4 წლის ასაკში ის ძალიან პატარა იყო მმართველობისთვის და მაშინაც კი, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მის კარზე ძლიერ დიდგვაროვნებს ექნებოდათ ძალაუფლება თითქმის მის გვიან თინეიჯერობამდე. ესპანეთს სასწრაფოდ სჭირდებოდა ლიდერობა, ამიტომ სწრაფი გადაწყვეტილება მიიღეს. მარია ანა რეგენტი იქნებოდა მისი შვილის არასრულწლოვნობის პერიოდში. ფაქტობრივად ის გახდა ესპანეთის მმართველი, მონარქის შემცვლელი მანამ, სანამ კარლოსი თავად შეძლებდა ტახტის დაკავებას. მაგრამ ესპანეთის მართვა ქალი რეგენტის რანგში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პატრიარქალურ კარზე მარტივი საქმე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას რეგენტის ტიტული ეკავა, მისი ავტორიტეტი მუდმივად ეჭქვეშ აღენებდნენ ესპანეთის მაღალი წრის არისტოკრატები, რომლებიც მომდევნო წლებში უზარმაზარ გავლენას ფლობდნენ. მარია ანა უზარმაზარი გამოძრავის წინაშე იდგა, როგორც რეგენტი. ესპანეთი ოდესღაც მსოფლიოს უდიდესი ზესახელმწიფო იყო. მისი იმპერია ამერიკის კონტინენტებზე ვრცელდებოდა, რასაც მექსიკის მაღაროებიდან მოპოვებული თითქოს უსასრულო ოქრო და ვერცხლი ამოძრავებდა. მექსიკა, პერუ და ბოლივია, მაგრამ მე-17 საუკუნისთვის ეს სიმდიდრეები იწურებოდა, ხოლო ესპანეთის პოლიტიკური სტაგნაცია, ეკონომიკური პრობლემები და შიდა არეულობა უკვე შეუძლებელი იყო უგულებელეღო. ახლა მარია ანას ევალებოდა ესპანეთის დაღმასვლის შეჩერება ან მუდმივი ომების მართვა, რომლებიც რესურსებსა და მორალს აცლიდა ქვეყანას. ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტი იყო ომი პორტუგალიასთან, რომელიც ესპანეთის მმართველობის ქვეშ იყო 1580 წლიდან, მაგრამ 1640 წელს აჯანყდა. იმ დროისთვის, როცა მარია ანა მაიღო ძალაუფლება, აშკარა იყო, რომ ომი მოუგებელი იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საფრანგეთი და ინგლისი პორტუგალიას უჭერდნენ მხარს. მისი იეზუიტი მრჩევლის, კარდინალი ხუან ევერარდო ნიტარდის გავლენით, მარია ანამ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. ესპანეთი თავის დანაკარგებს შეამცირებდა. 1668 წელს მან ხელი მოაწერა როგორც აიქს-ლა შაპელის, ასევე ლისაბონის ხელშეკრულებებს, რითაც დაასრულა ომი საფრანგეთსა და პორტუგალიასთან და ოფიციალურად იქნა აღიარებული პორტუგალიის დამოუკიდებლობა. მაგრამ ესპანეთის პრობლემები შორს იყო დასრულებისგან. მხოლოდ 4 წლის შემდეგ ომი კვლავ დაიწყო, ამჯერად საფრანგეთთან. მიზეზი? ესპანეთი კვლავ აკონტროლებდა ესპანურ ნიდერლანდებს, თანამედროვე ბელგიასა და ლუქსემბურგს, ხოლო საფრანგეთის მეფე ლუი მე-14 მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ეს მიწები თავისთვის მიეთვისებინა. ამგვარად ესპანეთის გადარჩენისთვის ბრძოლა შორს იყო დასრულებისგან. რამდენადაც მძიმე იყო ესპანეთის საერთაშორისო ბრძოლები, ისინი არაფერს წარმოადგენდა იმ კრიზისთან შედარებით, რომელიც ქვეყნის შიგნით ვითარდებოდა. როდესაც ის იზრდებოდა, აშკარა იყო, რომ მეფე კარლოს მეორე, მარია ანას, ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი, ჯანმრთელად არ იყო. ისტორიკოსები და მედიკოსები დღემდე დაობენ, რა სჭირდა ზუსტად კარლოს, მაგრამ ჩანაწერები მძიმე სურათს ხატავს. მისი სხეული სრულად არასდროს განვითარდა, დამოუკიდებლად ძლივს დადიოდა, ჰაბსბურგების ისეთი გამოკვეთილი ყბა ჰქონდა, რომ საჭმლის სწორად დაღეჭვაც კი უჭირდა და გონებრივი შესაძლებლობებიც ძლიერ შეზღუდული ჰქონდა. ის ნაადრევად დაბერდა, 20-იან წლებში დემენციის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა და ამ პერიოდში თმაც კი დაიწყო ცვენა. მის თანამედროვეებს შორის მას ეძახდნენ ელ რეი ეჩიზადოს, ანუ მოჯადოებულ მეფეს, რადგან ბევრს ჯეროდა, რომ მისი უამრავი ფიზიკური და გონებრივი პრობლემა ჯადოქრობის შედეგი იყო. მაგრამ ნამდვილი შეშფოთების მიზეზი უფრო ბნელი იყო. კარლოსის მდგომარეობა, სავარაუდოდ, მძიმე ნათესაური ქორწინებების შედეგი იყო, რამაც ჰაბსბურგების სისხლის ხაზი თაობების განმავლობაში დაასუსტა. ის სავარაუდოდ გენეტიკური დარღვევების კომბინაციით იტანჯებოდა, მათ შორის ჰორმონალური დეფიციტით, ეპილეფსიით, ჩონჩხის დეფორმაციებით და სხვა პრობლემებით. ეს შემთხვევითობა არ იყო. მარია ანა თავის ბიძას გაჰყვა ცოლად და ორივე ისეთ დინასტიას ეკუთვნოდა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნათესავებში ქორწინდებოდა. კარლოსის იმბრიდინგის კოეფიციენტი, რაც ნიშნავს მშობლების გენეტიკურ მსგავსებას, შოკის მონგრელად მაღალი იყო.
ზოგიერთი შეფასებით, მისი გენეტიკური შემადგენლობა ისეთივე იმბრიდული იყო, როგორც და-ძმისგან დაბადებული ბავშვის. თანამედროვე მკვლევართა სხვა თეორიები, რომლებიც მის მდგომარეობას ხსნიან, მოიცავს ერთ ან მეტ აუტოსომურ რეცესიულ დარღვევას და ჰერპესულ ინფექციას, რომელიც ჩვილობაში გადაიტანა, რამაც გამოიწვია ჰიდროცეფალია. ეს არის თავის ტვინში ცერებროსპინალური სითხის ჭარბი დაგროვება. 1670-იან წლებში ეს უეჭველი გახდა. კარლოსი ვერასოდეს შეძლებდა ესპანეთის სრულად მართვას დამოუკიდებლად. უკვე მსოფლიო არენაზე ბრძოლაში მყოფი ესპანეთი ახლა კიდევ უფრო დიდ კოშმარს შეეჯახა. იმპერია, რომელსაც მეფე მართავდა, რომელიც ძლივს ფუნქციონირებდა. კარლოსი სულწლოვანად მიიჩნიეს 1675 წელს, როდესაც ის 14 წლის გახდა და მისი დედის 10 წლიანი რეგენტობა დასრულდა. თუმცა კარის ფრაქციულმა ბრძოლებმა და კარლოსის აშკარა უნარობამ დამოუკიდებლად ემართა ქვეყანა, მარია ანას საშუალება მისცა მოეწყო შეთანხმება, რომლის შედეგადაც რეგენტობა 1667 წელს კვლავ აღდგა. თუმცა მარია ანას დაბრუნება ხელისუფლებაში ხანმოკლე აღმოჩნდა. მას აჯობეს, როდესაც ხუან ხოსე დე ავსტრიამ, გვიანდელი მეფე ფილიპე მეოთხის არალეგიტიმურმა ვაჟმა და შესაბამისად კარლოს მეორის ნახევარ-ძმამ რეგენტობის კონტროლი ჩაიგდო ხელში. თუმცა მან მხოლოდ 2 წელი შეინარჩუნა ხელისუფლება, სანამ 1679 წელს გარდაიცვლებოდა. ხუანის გარდაცვალების შემდეგ მან კვლავ დაიბრუნა რეგენტობა და კიდევ ერთხელ გახდა ესპანეთის ყველაზე გავლენიანი ფიგურა. ამჯერად მან ძალაუფლება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მარია ანას ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მეორე რეგენტობის პერიოდში ესპანეთის მონარქიის მომავლის უზრუნველყოფა იყო. კარლოს მეორე ფიზიკურად და გონებრივად უნარო იყო მმართველობისთვის, მაგრამ იქნებ მას შეეძლო მემკვიდრის გაჩენა, რომელიც დინასტიას აღადგენდა. ამ მიზნის მისაღწევად მან თავისი შვილი დააქორწინა მარი ლუიზა დორლეანზე, საფრანგეთის მეფე ლუი მე-14-ის დისშვილზე 1679 წელს. ქორწინება მარი ლუიზასთვის უბედური აღმოჩნდა და რაც უარესია, მათ შვილი არ შეეძინათ. წლების განმავლობაში უცხო კარზე ტანჯვის შემდეგ ის 1689 წელს გარდაიცვალა, სავარაუდოდ აპენდიქსის გახეთქვის გამო, თუმცა ზოგიერთი ჩურჩულით შხამზეც საუბრობდა. მემკვიდრის უზრუნველყოფის სურვილით მარია ანამ რამდენიმე თვეში ჩარლზის ხელახლა დაქორწინება მოაწყო. მისი მეორე ცოლი, მარია ანა ნოიბურგელი, გერმანელი არისტოკრატის ქალიშვილი იყო, შერჩეული მისი ოჯახის ნაყოფიერების რეპუტაციის გამო. მართალია, მის მშობლებს 17 შვილი ჰყავდათ. მაგრამ ეს ყველაფერი ამაოდ აღმოჩნდა. შარლმა მემკვიდრის გარეშე დარჩა. ეს წლები ძალიან რთული იყო მარია ანასთვის. ის მუდმივად შეშფოთებული იყო ესპანეთის დაცემით, თავისი შვილის მდგომარეობით, ჰაბსბურგების დინასტიით და ხშირად კამათობდა თავის რძალთან. 1690-იან წლების დასაწყისთვის მტკივსისთვის მტკივნეულად ნათელი გახდა, რომ კარლოს შვილი არასოდეს ეყოლებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და ბევრს სასახლეში სჯეროდა, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო. თუმცა მარია ანა მის ბოლო დღებს ვერ მოესწრო. 1690-იანი წლების შუაში მას, როგორც ჩანს, ძუძუს კიბო განუვითარდა. წლების პოლიტიკური ბრძოლისა და ესპანეთის მომავლის უზრუნველსაყოფად წარუმატებელი მცდელობების შემდეგ იგი გარდაიცვალა მადრიდში 1696 წლის 16 მაისს, 61 წლის ასაკში. ინფანტა მარგარიტა ტერესა, ან ინგლისურად მარგარეტ ტერესა, დაიბადა მადრიდის სამეფო ალკასარის სასახლეში 1651 წლის 12 ივლისს. მისი მამა იყო მეფე ფილიპე მეოთხე. ის ესპანეთის მმართველი იყო 1621 წლიდან, მას შემდეგ რაც ტახტზე ავიდა მხოლოდ 15 წლის ასაკში. მარგარეტას დედა იყო მარიანა, ანუ მარია ანა ავსტრიელი, ფერდინანდ მესამის, ავსტრიის ჰერცოგისა და წმინდა რომის იმპერატორის ქალიშვილი. მარგარეტა ტერეზას მშობლები უბრალოდ შორეული ნათესავები არ იყვნენ. ისინი ბევრად უფრო ახლო ნათესავები იყვნენ, ვიდრე ეს ნორმალურად ითვლება. მისი მამა ოჯახის ესპანური შტოდან იყო, დედა კი ავსტრიული მხრიდან. მაგრამ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმა იყო, რადგან სამეფო იმბრიდინგის შემაშფოთებელი მაგალითით ისინი ბიძა და დიშვილი იყვნენ. მარგარეტის მშობლებს შორის შემაშფოთებლად ახლო ნათესაობამ ძვირი დაუჯდათ. მათი 5 შვილიდან 3 ჩვილობაში გარდაიცვალა. მხოლოდ 2 გადარჩა, მარგარეტი და მისი უმცროსი ძმა კარლოსი, რომელიც ინგლისურად ჩარლზად არის ცნობილი. მაგრამ გადარჩენა ხსნას არ ნიშნავდა. ჩარლზი იმბრიდინგის საშინელებების ცოცხალი მტკიცებულება იყო.
სინამდვილეში მარგარეტისა და ჩარლზის იმბრიდინგის კოეფიციენტი საშინლად მაღალი იყო. ზოგიერთი შეფასებით, ისინი ისეთივე იმბრიდები იყვნენ, როგორც და-ძმისგან დაბადებული შვილები. მარგარეტი შეიძლება უფრო იღბლიანი იყო, მაგრამ ისიც სრულად არ დარჩენილა გავლენის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ის თავის ძმაზე ბევრად ჯანმრთელი იყო, მარგარეტმაც თავისი გზით ატარა ჰაბსბურგების წყევლა, როგორც ამას მალე ვნახავთ. მარგარეტი გაიზარდა სამეფო ალკასარის სასახლის დიდებულებაში, ფუფუნების სამყაროში, სადაც მისი ყოველი სურვილი ასრულდებოდა მოახლეთა და მსახურთა არმიის მიერ. მაგალითად, ინფანტა ხშირად ტკბილეულსა და შოკოლადს მიირთმევდა, რაც სასამართლო ექიმებისგან უნდა დაემალა. თუმცა ამ ფუფუნების მიღმა მადრიდის კარის დამთრგუნველი შეზღუდვები იმალებოდა, სადაც ყოველი მოძრაობა, ყოველი სიტყვა, ყოველი მზერა დაუნდობელი სამეფო ეტიკეტის მიხედვით განისაზღვრებოდა. როგორც ძლევამოსილი ჰაბსბურგების დინასტიის პრინცესამ, მან მიიღო საუკეთესო განათლება, რასაც ფული და ძალაუფლება უზრუნველყოფდა. მას ასწავლიდნენ რამდენიმე ენას, გერმანულს ეუფლებოდა, რათა უკეთ ესაუბრა ავსტრიული მხარის ჰაბსბურგ ბიძაშვილებთან. ასევე სწავლობდა ლათინურს, რომელიც იყო ცოდნისა და რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წმინდა ენა. მაგრამ ვერანაირი განათლება ვერ მოამზადებდა მას იმ ბედისთვის, რომელიც ელოდა. მარგარეტს რომ ასაკი ემატებოდა, ვეღარ უგულებელყოფდა მშობლებს შორის აშკარა ასაკობრივ სხვაობას. მისი მამა თითქმის 30 წლით უფროსი იყო დედაზე. მაგრამ თუ ეს დეტალი აწუხებდა, არასდროს უჩვენებია. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მისი მშობლები აღმერთებდნენ მას. ის იყო მათი ფასეული ძვირფასი ქვა, ერთადერთი ნამდვილად ჯანმრთელი შვილი, რომელიც მათმა ქორწინებამ გამოიღო და ისინი სითბოსა და სიყვარულს არ აგლებდნენ. მისი ნაზი ნაკვთებითა და სიცოცხლით სავსე სულით, მარგარეტი ყველას იზიდავდა მის გარშემო. ის იყო მათი პატარა ანგელოზი, მეტსახელი, რომელსაც ოჯახის წევრები და მეგობრები სიყვარულით ჩურჩულებდნენ. ალბათ ამიტომაც მისმა მშობლებმა ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მხატვარს თხოვეს, რომ მარგარეტი უკდავეყო თვალძანდაცი პორტრეტით, როცა ის მხოლოდ 5 წლის იყო. პორტრეტი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატად იქცეოდა. ველასკესის ნახატი ერთ დროს ცნობილი იყო როგორც ლა ფამილია, ოჯახი. დღეს მას ლას მენინას უწოდებენ, რაც ნიშნავს სეფე-ქალებს. ეს უფრო შესაფერისი სათაურია, რადგან ის ასახავს მარგარეტს, რომელსაც რამდენიმე მსახური ემსახურება და კაბას უსწორებს. სურათზე გამოსახულ მრავალ ფიგურას შორის კიდევ ერთი გამოირჩევა: მარია ბარბოლა, კარისკაცი ჯუჯა. იმ ეპოქაში, როდესაც მისი მდგომარეობის მქონე ადამიანები ხშირად მხოლოდ არისტოკრატიის გასართობად მიიჩნეოდნენ, ველასკესმა რადიკალური რამ გააკეთა. მისი უბრალოდ ხუმრობა წარმოჩენის ნაცვლად, მან მარიას სიღრმე, ღირსება და გამჭოლი მზერა მიანიჭა, რაც რთულ შინაგან სამყაროზე მიანიშნებს. თვითონ ველასკესიც კი ჩნდება ამ შედევრში, როგორც მდუმარე დამკვირვებელი ესპანეთის სამეფო კარის მდიდრული, მაგრამ მკაცრი სამყაროსი. სხვა ადამიანებიც ჩანს ლას მენინაში, სურათებსა და სარგეებში, მათ შორის მარგარიტას მშობლებიც. და ეს მარგარიტას ერთადერთი ცნობილი პორტრეტი არ იყო. ველასკესმა თავად დახატა არანაკლებ 5 პორტრეტი პრინცესას ახალგაზრდობაში, რითაც უკდავყო მისი სილამაზე და სამეფო ელეგანტურობა. სინამდვილეში, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დახატული ახალგაზრდა მთელ ადრეულ თანამედროვე ევროპაში, რაც ქმნიდა მის ძალაუფლებისა და პრესტიჟის იმიჯს. თუმცა ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ სევდიან ბედთან, რომელიც მას ელოდა. შეიძლება თანამედროვე გონებისთვის რთული წარმოსადგენი იყოს, მაგრამ როცა ლას მენინასი 1646 წელს დაიხატა, როცა მარგარეტა მხოლოდ 5 წლის იყო, ესპანეთის კარზე უკვე აქტიურად განიხილავდნენ, ვისზე უნდა დაქორწინებულიყო იგი. სამეფო პოლიტიკის დაუნდობელ სამყაროში ქორწინება არასოდეს იყო სიყვარულზე. ეს იყო ძალაუფლებაზე. ემოციებს და პირად სურვილებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როცა დინასტიების ბედი წყდებოდა. როგორც ესპანეთის მეფის ქალიშვილი, მარგარეტა უბრალოდ პრინცესა არ იყო. ის იყო მაღალი ფსონის ფიგურა ევროპული დიპლომატიის სასტიკ თამაშში. მისი მომავალი ბევრად ადრე გადაწყვიტეს, ვიდრე მას ეს გააზრებული ჰქონდა. მაგალითად, ერთ დროს იყო წინადადება, რომ მას შეეძლო დაქორწინებულიყო ჩარლზ სტიუარტზე, ინგლისის სამეფო ოჯახიდან. ის დაბრუნდა ინგლისის ტახტზე როგორც მეფე ჩარლზ მეორე, ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე 1660 წელს. მას შემდეგ რაც ინგლისმა 1650-იან წლებში მოკლედ სცადა რესპუბლიკად ყოფნა.
ასეთი ქორწინება გამოყენებული იქნებოდა იმისთვის, რომ შექმნილიყო მოულოდნელი ალიანსი ინგლისთან. იმ დროს, როდესაც საფრანგეთი და ესპანეთი დასავლეთ ევროპის ბატონობისთვის მძაფრი მეტოქეები იყვნენ. საბოლოოდ ჩარლზმა ამის ნაცვლად 1662 წელს პორტუგალიელი პატარძალი კატერინა ბრაგანზელი შეირთო. მარგარეტის და ჩარლზ სტიუარტის ქორწინებაზე მოლაპარაკებების ჩაშლა ძირითადად მეფე ფილიპეს წინააღმდეგობით იყო გამოწვეული. მისი აზრით, მისი ქალიშვილი ავსტრიული ჰაბსბურგების ოჯახის წევრს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. მას საერთოდ არ აინტერესებდა, რომ ეს ქორწინება ოჯახში ახლო ნათესაურ შეჯვარებას კიდევ უფრო გააღრმავებდა. საბოლოო ჯამში სწორედ ასე ინარჩუნებდნენ ჰაბსბურგები ძალაუფლებას. რაც შეეხება მარგარეტას, მას თავისი ბედის გადაწყვეტაში ხმა არ ჰქონდა. როდესაც მადრიდსა და ვენას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, მარგარეტას ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა იმ შოკის მონგრელი შედეგების შესახებ, რასაც ეს კავშირი მოუტანდა. ის ჯერ კიდევ მხოლოდ 11 წლის იყო, როდესაც სამეფო კარზე გამოაცხადეს, რომ ის ჰაბსბურგთა დინასტიის ლეოპოლდზე დაქორწინდებოდა. როგორც მისი დედა მანამდე, მარგარეტაც ახლა განწირული იყო გაეგრძელებინა ჰაბსბურგების ინცესტური ტრადიცია და დაქორწინებულიყო ძალიან ახლო ნათესავზე, კაცზე, რომელიც ერთდროულად მისი ბიძაც იყო და ბიძაშვილიც. ლეოპოლდი მისი დედის უმცროსი ძმა იყო და 1650-იანი წლების ბოლოს სწრაფად გახდა ავსტრიის არქიდუკი, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე და წმინდა რომის იმპერატორი. თუნდაც ადრეული ახალი დროის ევროპაში არსებობდა გარკვეული სტანდარტები, თუ როდის იყო ბავშვი საკმარისად დიდი ქორწინებისთვის. მარგარეტა 1663 წლის დასაწყისში დაინიშნა თავის ბიძასთან, მაგრამ მაშინ იგი ქორწინებისთვის ძალიან პატარა ჩაითვალა. ამის ნაცვლად, მხოლოდ 1666 წლის ապრილში, როცა მარგარეტა უკვე მე-15 დაბადების დღეს უახლოვდებოდა, გაემგზავრა მადრიდიდან ვენაში. შემდეგ 6 თვიანი მოგზაურობა შედგა და ესპანეთის სამეფო ამალამ ვენაში მხოლოდ 1666 წლის დეკემბერში ჩააღწია. ქორწინების ცერემონია რამდენიმე დღეში, 12 დეკემბერს გაიმართა. ეს იყო ბრწყინვალე ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპის ყველაზე გავლენიანი სამეფო ოჯახის წევრები და დიდებულები. ხარჯებზე არავინ დაზოგა. და გრანდიოზულობა ამით არ დასრულებულა. საზეიმო ღონისძიებები მთელი 1667 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა ამ ბრწყინვალების მიღმა ბნელი ბედი უკვე ვითარდებოდა. ვენაში ცხოვრება მარგარეტასთვის უცნაური და ზოგჯერ რთული იყო. უპირველეს ყოვლისა, მას და მის ახალ ქმარს უცნაური ქორწინება ჰქონდათ. შეიძლება თანამედროვე ადამიანებისთვის ეს გასაკვირი იყოს, მაგრამ ისინი არ ცდილობდნენ დაეფარათ თავიანთი ახლო ნათესაური კავშირი. ის მას ბიძას ეძახდა. ამ არაორდინარული სიტუაციის მიუხედავად, ისინი მაინც კარგად ურთიერთობდნენ. მათ ერთნაირი ინტერესები ჰქონდათ, მათ შორის ხელოვნება და მუსიკა. და ლეოპოლდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მარგარეტს ახალ გარემოში თავი კომფორტულად ეგრძნო. ასევე ჩვეულებრივი იყო ისეთი სამეფო ოჯახის წევრებისთვის, როგორც მარგარეტია, რომ როდესაც ისინი ტოვებდნენ სამშობლოს და უცხო მმართველზე ან პრინცზე ქორწინდებოდნენ, თან მიყავდათ ძველი კარის მსახურები. ამიტომ ვენაში, სასახლეში, მარგარეტს გარშემო რამდენიმე ნაცნობი სახე ეყოლებოდა, როცა ახალ ცხოვრებას ეჩვეოდა. შესაძლოა, იქაც იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მადრიდში იმყოფებოდნენ, როცა ველასკესი წლების წინ ლას მენინას ხატავდა. ამის მიუხედავად, მარგარეტს ძალიან ენატრებოდა სამშობლო. მტკიცედ ეჭიდებოდა თავის ესპანურ ფესვებს და თითქმის არაფერს აკეთებდა გერმანულის გასაუმჯობესებლად. დროის გასვლასთან ერთად, მისი ოდესღაც ნაზი სილამაზე თანდათან ქრებოდა, კანი უფერულდებოდა, სახის ნაკვთები უფრო დაღლილი ხდებოდა და ჰაბსბურგებისათვის დამახასიათებელი ყბა უფრო გამოკვეთილი ხდებოდა. ქორწინებას სხვა მხრივაც ჰქონდა პრობლემები. მარგარეტა ვენაში ჩასვლისთანავე თითქმის მაშინვე დაორსულდა და 1667 წლის სექტემბერში ვაჟ ფერდინანდს გააჩინა. თუმცა ის მხოლოდ 3.5 თვე იცოცხლა და 1668 წლის იანვარში გარდაიცვალა. მათი ბედი თითქოს შეიცვალა მათი შემდეგი შვილის, ქალიშვილის, მარია ანტონიას დაბადებით, რომელიც 1679 წლის იანვარში დაიბადა. ის იქნებოდა ერთადერთი მარგარეტას შვილებიდან, ვინც გადარჩებოდა. ორი სხვა ასეთი იღბლიანი არ იყო. ვაჟი ჯონ ლეოპოლდი დაიბადა 1670 წლის 20 თებერვალს, მაგრამ ტრაგიკულად გარდაიცვალა რამდენიმე საათში. კიდევ ერთი ქალიშვილი, მარია ანა, მხოლოდ 2 კვირა იცოცხლა, სანამ 1672 წლის თებერვალში გარდაიცვლებოდა.
და ეს დამანგრეველი ტენდენცია მომავლის ნიშანი იყო. მარგარეტს რთული ორსულობები ნაწილობრივ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში მარგარეტი თავის ძმაზე ჯანმრთელი იყო, ვენაში ჩასვლამდე და შემდეგ წლებში მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები მაინც გაუჩნდა. როცა მარგარეტი 1666 წლის ბოლოს ავსტრიის დედაქალაქში ჩავიდა, იქ მცხოვრებლებმა მალევე დაიწყეს საუბარი მის ხშირ ავადმყოფობებზე. საცხის პერიოდში ბევრი დამკვირვებელი ამას ორსულობის მუდმივ დაძაბულობას მიაწერდა. მხოლოდ 6 წელიწადში მან 6 ორსულობა გადაიტანა. მათ შორის 4 ბავშვი ცოცხლად დაიბადა, ხოლო 2 მუცლის მოშლა ჰქონდა, რაც ყოველ ჯერზე უფრო სუსტსა და დეპრესიულს ტოვებდა. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად აშკარა გახდა, რომ აქ უფრო ბნელი რამ ხდებოდა. მარგარეტი ხშირად საწყლს იყო მიჯაჭვული, მაშინაც კი როცა ორსულად არ იყო. ექიმებმა მას ფარისებრი ჯირკვლის გადიდება დაუდგინეს, მაგრამ მე-17 საუკუნეში მკურნალობა არ არსებობდა და მისი მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა. მარგარეტისთვის ყველაფერი მართლაც გაუარესდა 1673 წლის ადრეულ გაზაფხულზე. მას 3 კვირის განმავლობაში მუცლის ძლიერი ტკივილები აწუხებდა. შემდეგ მას სიცხე აუწია. არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ამ პერიოდში ვენაში სამეფო კარზე მყოფმა უცხოელმა ელჩებმა დაწერეს და რომლებიც მიუთითებს, რომ ბევრი სერიოზულად შიშობდა, რომ ის მოგდებოდა. მარტის დასაწყისში მას სუნთქვის გაძნელება დაეწყო, ხოლო 10 მარტს მასთან მოიხმეს მღვდელი, რომ მოესმინა მისი უკანასკნელი აღსარება და მიეცა ზიარება. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, 12 მარტს, მარგარეტი გარდაიცვალა 21 წლის ასაკში. აუტოპსიამ გულია მაჩუყებელი სიმართლე გამოავლინა. მისი გარდაცვალების დროს მას კიდევ ერთ ვარზე იყო ორსულად. მისი ტრაგიკულად შეწყვეტილი ცხოვრება დასრულდა ვენაში, იმპერიულ კრიპტაში, სადაც იგი დაკრძალეს. თავარედესისა და წმინდა რომის იმპერატრიცის გარდაცვალებამ ავსტრიის კარზე ხანგრძლივი გლოვა გამოიწვია. სამგლოვიარო ცერემონიები კვირების განმავლობაში გაგრძელდა და აპრილშიც შევიდა. ლეოპოლდი მეუღლის ნაადრევი გარდაცვალებით განადგურებული იყო. თუმცა ეს არ შეუშლია ხელი, რომ წლის ბოლომდე კვლავ დაქორწინებულიყო. მისი ახალი მეუღლე იყო არქიდუქსა კლარა, კლაუდია ფელიციდა, ავსტრიელი, ჰაბსბურგების ტიროლის შტოს წევრი. მაგრამ ლეოპოლდისთვის ეს ქორწინება სიყვარულისთვის არ ყოფილა, არამედ გადარჩენისთვის იყო ის იყო. დინასტიური თამაში უნდა გაგრძელებულიყო და მემკვიდრეების სასწრაფოდ იყო საჭირო, სასურველია ვაჟები, რათა ჰაბსბურგების მმართველობა გაგრძელებულიყო. მარგარეტას გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის ტახტზე მისი უფლებები მის ერთადერთ გადარჩენილ ქალიშვილს, მარია ანტონიას გადაეცა. მარია ანტონია ავსტრიელი დაიბადა 1669 წლის 18 იანვარს ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში, ავსტრიის დედაქალაქში. მისი მამა იყო ლეოპოლდ I, ძალიან ძლიერი ადამიანი. ის იყო წმინდა რომის იმპერატორი, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე. მისი დედა იყო მარგარეტ ტერეზა, ესპანელი, ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხის და ავსტრიელი მარიანას ქალიშვილი. როგორც არაერთხელ აღნიშნე, ჰაბსბურგებს ოჯახში ქორწინება უყვარდათ. მეორე ბიძაშვილები, პირველი ბიძაშვილები, ბიძები და დიშვილებიც კი. და ამ საუკუნეების განუწყვეტელმა ნათესავებში ქორწინებამ პიკს მიაღწია მარია ანტონიაში. ის მხოლოდ ერთი უიღბლო ქორწინების შედეგი არ იყო. ის იყო თაობების განმავლობაში ბიძა დიშვილების ქორწინებების შედეგი, რაც დინასტიის გენეტიკურ დეგრადაციას აძლიერებდა. რა თქმა უნდა, მისი მშობლებიც ბიძა და დიშვილი იყვნენ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ მარია ანტონია ყველაზე მაღალი იმბრიდინგის მქონე ჰაბსბურგი იყო ისტორიაში. მანაც კი გადააჭარბა თავის სამარცხვინო ცნობილ ბიძას, ესპანეთის კარლოს მეორეს. მას ისეთი მაღალი იმბრიდინგის კოეფიციენტი ჰქონდა, რომ იმბრიდინგის დონე უფრო მაღალი ჰქონდა ვიდრე შვილი, რომელიც მშობლისა და შვილის ან ძმისა და დის კავშირის შედეგად დაიბადებოდა. აბა, რას ნიშნავდა ეს მარია ანტონიასთვის? გადაუტანდა თუ არა მას იგივე ტრაგიკული ბედი, რაც კარლოს მეორეს, თუ როგორღაც თავი დააღწია თავისი ოჯახის აკვიატების წყევლას. სასწაულებრივად, მარია ანტონია ჯანმრთელი დაიბადა და შედარებით ნორმალური ბავშვი იყო, რაც მისი უკიდურესი იმბრიდინგის გათვალისწინებით ბოლო დინებს ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ის გამონაკლისი იყო და არა წესი. როგორც მისი მშობლების ღრმად ინცესტური ქორწინების მეორე შვილი,
ის იყო ერთადერთი, ვინც ჩვილობის ასაკს გადააცილა, რაც სავარაუდოდ საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ინბრიდინგის შედეგი იყო, რომელმაც მისი სისხლის ხაზი დაასუსტა. მისი მშობლების პირველი შვილი იყო ბიჭი, სახელად ფერხელად ფერდინანდი, რომელიც გარდაიცვალა 1 წლით ადრე, ვიდრე მარია ანტონია დაიბადებოდა. კიდევ 2 შვილი, იოანი და მარია ანა, დაიბადნენ 1660 და 1662 წლებში. სამწუხაროდ, ორივე მათგანი გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში ან დღეში. შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მისი დედა მარგარეტ ტერეზა, სუსტი და ავადმყოფი ქალი, გარდაიცვალა 1673 წლის მარტში, მხოლოდ 21 წლის ასაკში. წლების განმავლობაში ნათესავებში ქორწინებამ თავისი კვალი დატოვა და როგორც ბევრ ჰაბსბურგს მანამდე, ის ფიზიკურად სუსტი იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. მარია ანტონია დედის გარეშე დარჩა მხოლოდ 4 წლის ასაკში და როგორც მშობლების ნათესავებში ქორწინების ერთადერთი გადარჩენილი შვილი, მოულოდნელად აღმოჩნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში. ის ავსტრიის არქიდუკატზე შესაძლო მემკვიდრე იყო, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ მამამისი ხელახლა იქორწინებდა და ვაჟი მემკვიდრე არ შეეძინებოდა. ავსტრიას არასოდეს ყოლია ქალი მმართველი და არავინ იყო დარწმუნებული, კანონით ერთ საერთოდ შეიძლებოდა თუ არა. თუ ლეოპოლდი მოულოდნელად გარდაიცვლებოდა, მიიღებდნენ კი არისტოკრატები ქალ მმართველს. თუ ავსტრია ქაოსში ჩაეშვებოდა და მარია ანტონია მხოლოდ ავსტრიის შესაძლო მემკვიდრე არ იყო. მას ასევე ჰქონდა ძლიერი პრეტენზია ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ, რაც მას ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და არასტაბილური დინასტიის ცენტრში აყენებდა. მარია ანტონია შეიძლება ახლო ნათესავებში ქორწინებით ყველაზე მეტად დაზარალებულ ჰაბსბურგად ითვლებოდა. მაგრამ სწორედ მისი ბიძა კარლოსი, ესპანეთის კარლოს მეორე, იყო ის, ვინც ამ ყველაფრისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარლოსმა ესპანეთის ტახტი 1665 წელს მეოთხე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე მიიღო მემკვიდრეობით. თუმცა, მას არასოდეს შეეძლო დამოუკიდებლად ემართა ქვეყანა და მუდმივად სჭირდებოდა მრჩევლები და წარმომადგენლები, რომლებიც მის ნაცვლად მართავდნენ. შედეგად, ევროპის სამეფო კარებში მუდმივად საუბრობდნენ მემკვიდრეობაზე. დედის გარდაცვალების შემდეგ 1673 წლის მარტში მარია ანტონია გახდა თავისი ბიძის, ესპანეთის მეფე კარლოს მეორის ლეგიტიმური მემკვიდრე. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მხოლოდ 11 წლის იყო, კარლოსის სუსტი ჯანმრთელობა და მძიმე შეზღუდულობები ბევრს აფიქრებინებდა, შეძლებდა თუ არა ის შვილის ყოლას. ამან მარია ანტონია ესპანეთის სავარაუდო მომავალ დედოფლად აქცია, რომელიც არა მხოლოდ ესპანეთის ტახტს, არამედ მის უზარმაზარ იმპერიასაც უნდა მემკვიდრეობდა, რომელიც ევროპაში, ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთ ვრცელდებოდა. და კარლოსის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით, ეს დღე შეიძლება ბევრად უფრო ადრე დადგეს, ვიდრე ვინმეს ეგონა. ამ ყველაფრის შედეგად, მარია ანტონია მუდმივი დაკვირვების ქვეშ ცხოვრობდა. დიპლომატები ყურადღებით აკვირდებოდნენ მის ქცევებს, როცა ვენაში სამეფო კარს სტუმრობდნენ, ხოლო მამამისი ცდილობდა გაევრცელებინა იდეა, რომ ერთ დღესაც ის ჩაანაცვლებდა კარლოსს. ამან ბევრი ჰაბსბურგების პროპაგანდა გამოიწვია. მარია ანტონია ახალგაზრდობაში უამრავი პორტრეტისათვის პოზირებდა, რაც სამეფო ოჯახებში ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. მისმა მამამ ეს ნახატები გამოიყენა იმისათვის, რომ წარმოეჩინა მისი პრეტენზია ესპანეთის ტახტზე. აგზავნიდა მათ ევროპაში და ესპანეთში, რათა ხალხისთვის ხიული გაეხადა და მისი სტატუსი გაემყარებინა. ეს აუცილებელი იყო, რადგან ის ქალი იყო. თუ ესპანეთის ტახტის მამაკაცი მემკვიდრე ვენაში იცხოვრებდა, ასეთი პროპაგანდის საჭიროება არ იქნებოდა. მაგრამ ქალის მმართველობის შიში ღრმად იყო გამჯდარი და მხოლოდ იმ აზრს, რომ ქალი მიიღებდა ესპანეთის უზარმაზარ იმპერიას, საკმარისი იყო. ევროპის სამეფო კარებში შოკის ტალღები გაეშვა. მარია ანტონია ვენაში იზრდებოდა და უდარდელად ვერ აცნობიერებდა მის გარშემო არსებულ პოლიტიკურ ქარიშხლებს. მაშინ, როცა ევროპის დიდი ძალები მის ბედზე მსჯელობდნენ, ის იზრდებოდა როგორც მაღალი წარმომავლობის ჰაბსბურგი პრინცესა, გარშემორტყმული სასახლის ფორმალობებით და მსახურებით, რომლებიც მის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებდნენ. მისი განათლება შეესაბამებოდა იმ დროის სამეფო ქალის სტანდარტს. ლათინური და ფრანგული ენები, მუსიკა და ჰუმანისტური სასწავლო პროგრამის ძირითადი ელემენტები. ისინი, ვინც მას შეხვდნენ, აღწერდნენ მას როგორც მშვიდ და სერიოზულ, თუმცა ჭკვიან და გამორჩეულ ქალად. მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება კიდევ უფრო მკაცრი გახდა. ამის მიუხედავად, მარია ანტონიას დედინაცვლები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ცოლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ლეოპოლდმა იქორწინა თავის მეორე ბიძაშვილზე, ავსტრიის არქიდუქსინია კლაუდია ფელიციტა ჰაბსბურგზე, რომელიც ჰაბსბურგების ტიროლის შტოს წარმომადგენელი იყო.
მარია ანტონიას კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის დედინაცვალთან, მაგრამ ისიც ახალგაზრდა გარდაიცვალა 1666 წელს ტუბერკულიოზით. შემდეგ ლეოპოლდმა მესამედ იქორწინა გერმანელ არისტოკრატ ქალზე, რომელიც ასევე მისი მეორე ბიძაშვილი იყო, ელეონორე მაგდალენა ნოიბურგზე. მას და ლეოპოლდს 10 შვილი ეყოლათ, ასე რომ თითქმის ყოველ წელს მარია ანტონიას ახალი ნახევარ-ძმა ან ნახევარ-და უჩნდებოდა. როცა ამ მესამე ქორწინებიდან 1678 წელს ბიჭი სახელად იოზეფი დაიბადა, ეს ნიშნავდა, რომ ლეოპოლდის ტიტულებისათვის ბოლოს და ბოლოს მამაკაცი მემკვიდრე გაჩნდა. ახლა მარია ანტონია მხოლოდ ესპანეთის ტახტის მემკვიდრე იყო. თუმცა როგორც ვნახეთ, კითხვა დაიკავებდა თუ არა ის ჩარლზის შემდეგ ტახტს მადრიდში კვლავ პრობლემურად რჩებოდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდა კიდევ ერთი შესაძლებლობა. მარია ანტონიას შეეძლო საკუთარი ვაჟი გაეჩინა, ჰაბსბურგთა პრინცი, რომელიც იდეალური მამაკაცი მემკვიდრე იქნებოდა ესპანეთის ტახტის დასაკავებლად. მისი მამა, მუდამ სტრატეგი, უკვე გეგმავდა მის მომავალს, მაშინაც კი, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, რადგან იცოდა, რომ მამაკაცი მემკვიდრე ერთხელ და სამუდამოდ ესპანეთს მათ სისხლის ხაზში შეინარჩუნებდა. ესპანეთის ტახტის დასაცავად ლეოპოლდმა შოკის მომგვრელი წინადადება გააკეთა. მას სურდა თავისი 6 წლის ქალიშვილი მარია ანტონია საკუთარი ბიძისთვის, 13 წლის ესპანეთის კარლოს ორისთვის დაეკორწინებინა. მაშინაც კი, როცა ეს ოჯახი ახლო ნათესავებს შორის ქორწინებით იყო ცნობილი, ეს კავშირი მაინც გასაკვირი იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბიძა და დის-შვილი იყვნენ, არამედ იმიტომაც, რომ არც ერთი მათგანი ქორწინებისთვის მზად არ იყო. კარლოს ჯერ პუბერტატიც კი არ დაეწყო, ხოლო მარია ბავშვების გასაჩენად ძალიან პატარა იყო. ამის მიუხედავად, 1666 წელს მათი დანიშვნა ოფიციალურად გამოცხადდა და დეკემბერში წარმომადგენლის მეშვეობით ქორწილის ჩატარება დაიგეგმა. მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი დაინგრა. მომდევნო წელს ჩარლზმა ლეოპოლდს აცნობა, რომ ვერ შეძლებდა ამის განხორციელებას. ესპანეთს მემკვიდრე სჭირდებოდა და მისი დის-შვილი უბრალოდ ძალიან პატარა იყო. საბოლოოდ ჩარლზ მეორემ 1679 წელს მარი ლუიზა დორლეანზე იქორწინა, რაც როგორც ჩანს, მარია ანტონიას ესპანეთის დედოფლად გახდომის შანსს საბოლოოდ ხურავდა. ამის ნაცვლად ახალი გეგმა გაჩნდა. მას უნდა დაეკორწინა ვიქტორ ამადეუს მეორე, სავოიის ახალგაზრდა ჰერცოგზე, რომელმაც ტიტული მხოლოდ 9 წლის ასაკში, 1675 წელს მიიღო მემკვიდრეობით. მაგრამ ეს ქორწინება არასოდეს შედგა. ამის ნაცვლად 1685 წელს მარია ანტონია დაქორწინდა თავის მეორე ბიძაშვილზე, მაქსიმილიან მეორეზე, ბავარიის კურფიურსტზე. მხოლოდ 16 წლის ასაკში მან დატოვა ვენა და მიუნხენში გადავიდა, სადაც ქმართან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო. მალე მაქსიმილიანი ესპანეთის ნიდერლანდების გუბერნატორად დანიშნეს და წყვილმა თავისი დროის დიდი ნაწილი ბრიუსელში გაატარა. მიუნხენშიც და ბრიუსელშიც მარია ანტონია ძალიან უბედური იყო. ერთი შეხედვით ეს ქორწინება ცუდი არ იყო. მაქსიმილიანი მასზე მხოლოდ რამდენიმე წლით უფროსი იყო და ისინი იმდენად შორეული ნათესავები იყვნენ, რომ ჰაბსბურგების იმბრიდინგი ოდნავ მცირდებოდა. მაგრამ სხვა პრობლემებიც იყო. ის სოციალური ექსტრავერტი იყო, ხოლო ის გულმოდგინე ინტროვერტი, რომელსაც არ უყვარდა სასახლის ცერემონიები. მაქსიმილიანი ხშირად უგულებელყოფდა მას და მისმა ერთმა თანამედროვემ მას ყველაზე გარყვნილ გონებად და გულადაც კი მოიხსენია, რაც კი შეიძლება წარმოიდგინა. მაქსიმილიანმა დრო არ დაკარგა თავისი ახალგაზრდა ცოლის ღალატში, ღიად ამცირებდა თავის საყვარელს, ხოლო მარია ანტონია იტანდა ცივ უსიყვარულო ქორწინებას, რომელშიც ძალით შეიყვანეს. თუმცა მისი უდიდესი ტანჯვა არ მოდიოდა მოღალატე ქმრისგან, არამედ საკუთარი დაწყევლილი სისხლისგან. ისევე როგორც მისი მრავალი ტრაგიკულად ახლონათესაური ქორწინებებით დაზარალებული წინაპარი, მასაც უჭირდა ორსულობა და ორი ვაჟი დაკარგა დაბადებისას 1689 და 1690 წლებში. 1691 წლისთვის მარია ანტონიას მოთმინების ფიალა აევსო. ის კიდევ ერთხელ იყო ორსულად და აღარ სურდა მაქსიმილიანის დამცირების ატანა, ამიტომ ვენაში გაიქცა, დატოვა თავისი მოღალატე ქმარი. ახლა ჭორები გავრცელდა, რომ მას აღარ ჰქონდა განზრახვა, დაბრუნებოდა მას. შემდეგ 1692 წლის ოქტომბერში ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ მან ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა, იოზეფ ფერდინანდ ბავარიელი, ბავშვი, რომელსაც შეეძლო ევროპული ისტორიის მიმდინარეობა შეეცვალა. მაგრამ მარია ანტონიას გადარჩენისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შორს იყო დასრულებისგან.
ესპანეთის სამეფო კარზე იოზეფ ფერდინანდის დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრის დაბადებამ სიხარულის აფეთქება გამოიწვია. მაგრამ ამ გამარჯვების მომენტს მძიმე ფასი ჰქონდა. მისი დედის სიცოცხლე. მარია ანტონია მშობიარობის შემდგომი ინფექციით დაავადდა. მდგომარეობა, რომელიც დღეს ანტიბიოტიკებით მარტივად იკურნება. მაგრამ მე-17 საუკუნეში ასეთი ხსნა არ არსებობდა. ორგანიზმი ან ებრძოდა ინფექციას, ან მას ეწირებოდა. კვირების გასვლასთან ერთად მისი სიცხე მძვინვარებდა და ძალა ეცლებოდა. დეკემბერში უკვე აშკარა იყო, რომ ის ბრძოლას აგებდა. შემდეგ 1692 წლის შობის წინა საღამოს, სულ რაღაც 23 წლის ასაკში, მარია ანტონიამ ბოლო ამოსუნთქვა ამოიღო. უკან დატოვა თავისი ჩვილი ვაჟი, იოსეფ ფერდინანდი, ესპანეთის მომავლის მყიფე იმედი. მაგრამ მემკვიდრეობა ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. ევროპის დიდ სახელმწიფოებს უკვე თვალყური ეჭირათ და ელოდნენ. მარია ანტონიას სიკვდილმა ესპანეთის მემკვიდრეობის საკითხი სრულიად გახსნა. იმ დროისთვის უკვე ნათელი იყო, რომ მის ბიძას, ჩარლს, შვილები არ ეყოლებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშინელი იყო. თანამედროვეები ელოდნენ, რომ ის ყოველ წელს მოკვდებოდა 1690-იან წლებში, თუმცა საბოლოოდ მან სიცოცხლე 1700 წლის ბოლომდე გააგრძელა. მარია ანტონიას გარდაცვალების შემდეგ წლებში ავსტრიის ჰაბსბურგები გამალებით იბრძოდნენ, რათა გაემყარებინათ თავიანთი პრეტენზია ესპანეთის ტახტზე და მის უზარმაზარ იმპერიაზე. მათი არგუმენტი იყო, რომ მარია ანტონიას ვაჟი, ახალგაზრდა იოსეფ ფერდინანდი, იყო კანონიერი მემკვიდრე. ბოლოს და ბოლოს ის უბრალოდ რიგითი პრეტენდენტი არ იყო. ის იყო მეფე ფილიპე მეოთხის შვილთაშვილი, რომელმაც ესპანეთს 1621 წლიდან 1665 წლამდე მართა, რაც მის სისხლის ხაზს მჭიდროდ დაკავშირებდა დასუსტებულ ესპანურ დინასტიასთან. ესპანეთის კარზე უმეტესობა თვლიდა, რომ მარიას ვაჟი იყო ყველაზე შესაფერისი კანდიდატი ჩარლზის გარდაცვალების შემდეგ ტახტის დასაკავებლად. თუმცა საფრანგეთის ბურბონთა სამეფო სახსაც ჰქონდა პრეტენზია. ფილიპე მეოთხის ქალიშვილი მარია ტერეზა 1660 წელს დაქორწინდა ლუი მე-14-ზე, საფრანგეთის მეფეზე. ქორწინებამ კი მრავალი შვილი და შვილიშვილი მოიტანა. ამ შვილიშვილებს შორის იყო ბიჭი, სახელად ფილიპე, ესპანეთის მეფე ფილიპე მე-3-ის შვილთაშვილი, რომელმაც მე-17 საუკუნის დასაწყისში იმეფა. შეიძლებოდა საერთოდ არავის დაენახა, ვომარა ტრაგედია. 1699 წელს მარია ანტონიას ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი, იოსეფ ფერდინანდი, გარდაიცვალა ყვავილით, რომელიც იმ ეპოქის ყველაზე მომაკვდინებელი დაავადება იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ავსტრიის ჰაბსბურგების გების პრეტენზია ესპანეთის ტახტზე დაინგრა, რამაც ისინი აიძულა თავიანთი ამბიციები ლეოპოლდის ერთ-ერთ უმცროს ვაჟზე, კარლოზე გადაეტანათ, რომელიც მალე ესპანეთის უზარმაზარი იმპერიის ახალი პრეტენდენტი გახდა. 1700 წლის 1 ნოემბერი კარლოს მეორე მოჯადოებული მეფე გარდაიცვალა, სულ რაღაც 38 წლის ასაკში. როგორც აღინიშნა, მისი მეორე ქორწინებიდან შვილები არ ჰყავდა და მისი სიკვდილით ესპანეთის ჰაბსბურგების დინასტია დასრულდა. სიკვდილის საწოლზე კარლოსმა საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო. მან მემკვიდრედ ფრანგი კანდიდატი ფილიპე დაასახელა, რითაც უზრუნველყო, რომ ესპანეთი საფრანგეთის მხარეს დადგებოდა. მაგრამ ამან მთელი ევროპის მასშტაბით აღშფოთება გამოიწვია. ავსტრიის წარმომადგენლებმა ინგლისისა და ჰოლანდიელების მხარდაჭერით ეს არ მიიღეს და რამდენიმე თვეში კონტინენტი ომში ჩაითრია. ასე რომ 1701 წელს დაიწყო ესპანეთის მემკვიდრეობის სასტიკი ომი, 13 წლიანი ბრძოლა, რომელმაც თითქმის ყველა დიდი ევროპული სახელმწიფო ჩაითრია. ბოლოს ფრანგი კანდიდატი გაიმარჯვა და ფილიპე მე-5 ესპანეთის ტახტზე ავიდა. მაგრამ ერთი პირობით, ესპანეთსა და საფრანგეთს ეკრძალებოდათ ერთ ტახტზე გაერთიანება. ამასობაში ავსტრიელებს კომპენსაციის სახით ესპანეთის დიდი ევროპული სამფლობელოები გადაეცათ, მათ შორის ბელგია, მილანი, ნეაპოლი და სარდინია. თუ მარია ანტონია ან მისი ვაჟი ცოცხლები დარჩებოდნენ, მემკვიდრეობა გაცილებით ნაკლებად ქაოტური იქნებოდა და ისტორია სრულიად სხვანაირი იქნებოდა. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. შიდა ნათესაური ქორწინებებით გამორჩეულ პრინცესათა ამ დინასტიურ ხაზზე და ისტორიაში ყველაზე მეტად შიდა ნათესაურ, ან ერთ-ერთ ყველაზე მეტად შიდა ნათესაურ დინასტიურ ხაზზე. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. მომწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ ვიდეოზე და თუ გსურთ მეტი ასეთი გრძელი ვიდეო ან შიდა ნათესაური ქორწინებების თემებზე, ასევე მომწერეთ ქვემოთ კომენტარებში.
იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და თართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ყველა ჩემი ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან. ასე რომ, ყველა თქვენგანს შემდეგ Forgotten Life-ში გნახავთ. გმადლობთ.